როგორ დავამთავროთ პირადი ურთიერთობა ტკივილის გარეშე. ყველანაირი განვითარება არის მტკივნეული. პირად ურთიერთობებში არ იქნება ასეთი ინტენსიური პრობლემები, თუ ერთმანეთს ვეტყვით, რომ მე აქ ზარალდები. როცა ემოციური შიმშილი არის, სექსი შემომაქვს აკვებათ, რომ მე მივხვდე, რომ საჭირო ვარ. იცი რამდენი ხალი კითხულობს, ყოფილზე სექსიც კი ადარებ. ესე ეკითხებიან, როგორი სექსი ქონდა პარტნიორთან? რას ამბობ? კი. რატო? რომ მე მივხვდე რა, სად ვარ კარგი და სად შეიძლება არ ვიყო. თულია ურთიერთობიდან წამოსვლა, როცა სექსია კარგი. ჩემს საყვარელი კითხვა არის, რა მომენტში გრძნობ, რომ მეცოდება საკუთარ თავს. მე არ მინდა მეგობრობა. მე არ ვთვლი, რომ ყოფილთან უნდა ვიმეგობრო. ემოცია გათიშული კაცის მიღმა დგას დისფუნქციური ოჯახი და დედა. ადამიანი მოდის ზრდასრული, რომელსაც აქვს განცდა, რომ იცნობს საკუთარ თავს. რეალურად არ იცნობს. იცნობს იმ ვერსიას, რაც შესთავაზეს, რომ უნდა იყოს. სულ მეს რო იძახი, ერთხელ ჩემზეც იფიქრეო რა. ამის წინა ურთიერთობა რომელიც იყო, ჩემთვის იყო, აი 2 და 5-ზე რომ უსმენ voice, ეგრე აჩქარა ჩემი განვითარება რა. მაშინ ხარ კარგი ფსიქოთერაპევტი. როცა შენზე კლიენტი ცოტა ღიზიანდება და ბრაზობს. თან საინტერესო რაღაც მინდა რომ გაგიზიარო ახლა ბოლო 3 დღის ქმედება, რაც ძალიან ცოტა მეგობარმა იცის ჩემმა. გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალომე კასრაძის პოდკასტზე. ჩვენი წარმოდგენია თბილისის აკრები, ახალი თვითმყოფადი უბანი ქალაქში, ვაკესაბურთალოს შორის ნაფეტრების გზაზე, რომელიც მდებარეობს უნივერსიტეტის ქუჩიდან სულ რამდენიმე წუთის სავალ მანძილზე. შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბრამდე აკრებში მოქმედებს სპეცფასი. ასე რომ თუ გეგმავთ ახალი ბინის შეძენას, ვიდეოს ქვემოთ აღწერილობაში დაგხვდებათ აკრების ვებგვერდი, შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ ბმულზე და გაეცნოთ მეტ დეტალებს და საკონტაქტო ინფორმაციას. დღეს ჩემი სტუმარია ფსიქოთერაპევტი თათუკა ჩაჩუა, რომელთანაც ძალიან სპონტანურად მოხდა ეპიზოდის დაგეგმა, ჩაწერის დაგეგმა. იმ დღიდან რაც თათუკა დამთანხმდა, რომ ჩავწეროთ პოდკასტი, მე ვფიქრობ, აი ხვალ დავგეგმავ, აი ზეგ დავგეგმავ, აი მე მოვიფიქრებ, რაღაც ვერ ჩავუჯექი, რომ ეს კითხვები, მომზადებული კითხვები დამეწერა თათუკასთან და ეხლა გავუზიარე და ვუთხარი, რომ აი არაფერი არ მომიმზადებია მეთქი და ყველაზე კარგი მაშინ იქნება, როცა არ ამზადებო. შენც ასე ფიქრობ, ხო? კი, მე ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ რამდენჯერ ყოფილა რაღაც რაც დაგიგეგმავს, მოლოდინი გქონია, რომ ასეთი იქნება და არ გამართლებულა რა და აი რაღაცები არის, სადაც უბრალოდ უნდა მივუშვათ ნებისმიერი მდგომარეობა და ვნახოთ თუ არავინ არ ზარალდება ჩემი აი ამ მოდი რაც იქნება იქნება. თუ ვინმე ზარალდება, ცხადია რა უნდა გავითვალისწინოთ. თუ არავინ არ ზარალდება, ყველაზე კარგი. კარგი, მაშინ სანამ დავიწყებთ საუბარს, მე ტრადიციული თხოვნა მაქვს ჩემს მაყურებელთან, თუ თქვენ მოგწონთ ჩვენი პოდკასტები, უბრუნდებით ყოველ ორშაბათს სალომე კასრაძის პოდკასტს, გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი. ეს იქნება თქვენი მხრიდან ერთადერთი, რასაც გთხოვთ რომ გააკეთოთ, თუ გსურთ ჩვენი მხარდაჭერა, რადგან გამოწერით, უფრო დაეხმარებით არხს გაზრდაში, განვითარებაში. როგორც გამოწერით, ასევე ვიდეოს მოწონებით, კომენტარის დატოვებით. ეს იქნება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, ასევე იმისთვის, რომ ვნახო და ვადევნო თვალი, თქვენ რა გაინტერესებთ, რა სითხოვთ, რა მოგწონთ ამ არხზე, რომ ასე ვთქვათ, პულსზე მედოს ხელი ჩემი მაყურებლის. რა თქმა უნდა, ჩაწერები მიმდინარეობს პოდკასტ არეაში და დღევანდელ ეპიზოდს წარმოგიდგენთ ესპანური დერმატოლოგიური ბრენდი ბაბე, რომელსაც ჩემი აზრით ზამთარში ძალიან კარგი პროდუქტები აქვს ყველასთვის, ვისაც აქვს ცოტა მშრალი და ნახევრად გამომშრალი კანი, რადგან ზამთარში კანი შრება და ზეთოვანი პროდუქტები თქვენი რუტინისთვის, ტანის მოვლისთვის იქნება ჩემი აზრით იდეალური, ასე რომ მე ავერსის ვებგვერდს დავურთავ ასევე ვიდეოს ქვემოთ, სადაც ნახავთ ბაბეს სრულ ასორტიმენტს. და დავიწყოთ. თათუკა. დავიწყოთ. პირველი კითხვა იცი რა მაქვს ახლა? როგორ ახარ? ბოლო ალბათ 1 თვე არის ცოტა ქაოსში, იმიტომ რომ გადაწყვეტილებებში ვარ და მომწონს ეს ქაოსიც ვტოვებ არ ვერჩი რომ რაღაცა კარგად ვარ, მაგრამ ქაოტურად კარგად ვარ, იმიტომ რომ რაღაც ერთი ცხოვრების ნაწილი უნდა ჩავხურო და მეორე უნდა დავიწყო ნულიდან ისევ და აი მანდ ვარ და მომწონს. თან მალე ვორქშოპი მაქვს და ვემზადები ამისთვის. ეს ქაოსი რა არის შენთვის? ანუ ენერგიის წყაროა, გამორკვევის საშუალება. ქაოსი არის გარდაუვალი ნაწილი, სადაც პოულობ საკუთარ შესაძლებლობებს
როგორ შეგიძლია ის რაც აღარ გინდა რომ განმეორდეს, ქაოსი ძალიან საჭიროა რაღაც ეტაპზე. და ყოველთვის უსვამ საკუთარ თავს კითხვას, რომ ვინ ვარ ქაოსის დროს, რა შემიძლია? რო არ არის ქაოსი როგორ გგზნობ თავს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში არ მინდა რაღაცა პოპულარიზაცია გავუკეთო ქაოსს, მაგრამ დისფუნქციურობა როდესაც არის ჩვენს ბავშვობაში, ქაოსი ამას ახლავს აუცილებლად, ქაოტურობა, მაგრამ ზრდასრულობაში სრული სეპარაცია ქაოსის ნიშნავს ძალიან მაღალ მოთხოვნებს საკუთარ თავთან, რომელიც მერე სადღაც გაგრძნობინებს, რომ არასაკმარისი ხარ და ქაოსში რაღაც ყველაფერი საჭიროა რაღაც ეტაპზე ცოტა ხანი ცხოვრებაში შემოვიტანოთ. იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა რადიკალიზმი გვაქვს ხოლმე რა, ან ძალიან კარგად უნდა ვიყო, ან ძალიან ცუდად ვარ და თუ ცუდად ვარ, ეს ტრაგედიაა. და სინამდვილეში ცუდად ყოფნაც ქაოსის გამოცდილება არის, იმიტომ რომ მე სესიაზე მაქვს ეს ძალიან საინტერესო კითხვა. მე წერითი თერაპიაც მაქვს, რომ ადამიანი მოდის ზრდასრული, რომელსაც აქვს განცდა, რომ იცნობს საკუთარ თავს. რეალურად არ იცნობს. იცნობს იმ ვერსიას, რაც შესთავაზეს, რომ უნდა იყოს. სოციუმმა, ოჯახმა, ნებისმიერმა გარემომ. მაგრამ აი რომ ვუსვამ კითხვას ვინ ვარ მე, ეს ჩვენი ბნელი მხარე რაც არის, ის ძალიან დაპრესილი აქვს და გადაწეული. მათ შორის ქაოსი. არის ბნელი ერთ-ერთი გამოხატულება. და თუ ამ მდგომარეობაში საკუთარ თავს არ იცნობ, როგორი ხარ ქაოსში, როგორი ხარ სევდაში, შურში, ეჭვში, არ იცნობ საკუთარ თავს. იცი რომ კარგი გოგო უნდა იყო. ამიტომ ქაოსი ძალიან კარგია რა. აი როგორ შეხედავ. ცოტა ხანი მასთ არის რომ იყოს შენ ცხოვრებაში ქაოსი. ანუ რაღაც ემოციების ამოცნობა უნდა ვისწავლოთ. აი ხა შურში. სახელის დარქმევა. ხო, სახელის დარქმევა. ანუ შური შეიძლება ბევრს ეგონოს, რომ მე საერთოდ არ ვარ შურიანი ადამიანი. და მე არასდროს ცხოვრებაში არავისი შემშურებია. ეხლა ეს ხო არის აბსურდია, არარეალურია უბრალოდ, ხო? და შენ წერითი თერაპია რო ახსენე, ანუ როგორ ეხმარები რასაც წერინებ? თემატიკას გააჩნია, ხო? იმიტომ რომ მე ყოველთვის ძალიან სწორად თქვი, მომეწონა პულსზე რო ხელი მქონდეს, ასე მაქვს მე ჩემს კლიენტებთან თერაპიაში. იმიტომ რომ მე საქართველოში რაც ვისწავლე, მე მივხვდი რომ აქ აღარ მყოფნიდა და წავედი ამერიკაში, იქ ვისწავლე. ამერიკაში პირველი რაც მითხრეს არის ის, რომ ჩვენ დავდივართ კლიენტის დონემდე. ეს რას ნიშნავს? ვიცავთ საზღვრებს, აუცილებელი კლიენტი არ უნდა გახდეს შენია მეგობარი, მაგრამ ის უნდა გრძნობდეს, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია რაღაც გაგიზიაროს მოლოდინებს გარეშე რო უკავშირი არ იყოს. ეხლა გავაგრძელებ რატო. როდესაც თერაპიაზე მოდის ადამიანი, ხშირად ხო გაგიგია, რომ აი ვიარე ამ ფსიქოთერაპიაზე და არაფერი, ხო. და რატო? თუ პულსზე ხელი არ აქვს ფსიქოთერაპევტს და არ იცის კვირიდან კვირამდე, ეს კარგი იქნება თუ ყველა გამოიყენებს ფსიქოთერაპევტები. არ იცის ტრიგერს რა ზრდის მის კლიენტში რა უხარია, როდის პატარავდება, როდის წყინს, როდის არის შური და მონიტორინგს არ აწარმოებს, თერაპია ვერ დადებს შედეგს. ოღონდ თავიდანვე კლიენტი უნდა ჩააყენო საქმის კურსში და უთხრა რომ მე შენ ვერ გიპასუხებ მესიჯებზე, მე არ ვისმენ ვოისებს. უბრალოდ დღიური უნდა აწარმოო ჩემთან, მოწერით რომ დღეს გრძნობ თავს ამან გამაბრაზა, იმან გამაღიზიანა, ის გამიხარდა რომ მე ვიცოდე სად რასთან გვაქვს საქმე. ანუ გწერენ ამას? კი. აი დღეში რამდენჯერ? არ ვიცი მე notification-ი გათიშული მაქვს WhatsApp-ში, მაგრამ ყველა თავ იცის რომ დაცულობა არის, მაგრამ იცის რომ სიახლოვე არ არის. იმიტომ რომ თუ ემოციური სიახლოვე დაიჭირა კლიენტმა თერაპევტთან, აუცილებლად დამოკიდებული ხდება მერე თერაპიაზე და თერაპევტზე. ეს ყველაზე ტოქსიკური რამ არის, ხო? ეხმარები რომ გამოვიდეს ტოქსიკური ურთიერთობიდან და მიჯერწულობიდან და აღარ შეყავს, მაგრამ ყველაზე კარგი არის ის, რომ მე ხელთ მაქვს ხოლმე ერთი კვირის განმავლობაში სულ აკეთებ რა, ის არა შაბათს არ მუშაობ, მაგრამ აი კვირას არ მუშაობ, ისე რომ ორშაბათი მოვიდა. ორშაბათს ანუ დავიწყებ სესიას, ორშაბათის ვინც არის, მათ თლიან ტექსტს ვკითხულობ, რა გაიარეს ერთი კვირის განმავლობაში და ვიცი წერითი თერაპიით რა უნდა შემოვიდა. და როგორია ეს წერითი თერაპია? ყველას აქვს თავისი ინდივიდუალური დღიური, რომელსაც ჩუქნის საკუთარ თავს თერაპიაზე ნიშნად იმისა, რომ ეს გახდება დამხმარე, საიდან დავიწყეთ, სად მივედით. არის თემები, რომელსაც თვითონ წერს და არ უყვართ წერა. ძალიან ჯიუტობენ, მაგრამ არის მომენტები, როცა ვეუბნები რომ არ დავწეროთ, ვისაუბროთ. ეს არის CBT ეს საუბარი, არ მოგვიტანს ვისაუბრე და გავიდა. მაგრამ როდესაც მე ჩემს ნაფიქრს, მე ხმამაღლა და დაწერილს ხმამაღლა ვკითხულობ, სხვანაირად ვხედავ ზუმაუთში ჩემს ქცევას. აი თქვენ ხართ დაუშვათ მოსული ჩემთან სესიაზე და მე გისვამთ 5 კითხვას, რომელსაც ჩაიწერთ და მუშაობთ წერთ. დაახლოებით 10-15 წუთი ჭირდება ამას. და აი გეკითხებით რომ ვინ ხარ თქვენ, ანუ ვინ ვარ მე კითხვა არის ასეთი. მეორე კითხვა შეიძლება იყოს
რა არის შემთხვევის საფრთხე? მესამე კითხვა შეიძლება იყოს, როდის გრძნობ თავს მარტო? უამრავი კითხვა არსებობს. მაგალითად, ჩემს საყვარელი კითხვა არის, რა მომენტში გრძნობ, რომ მეცოდება საკუთარ თავს? თავდა ყველა იტყუება სესიას. 5 სესია არის უბრალოდ კარგად შენიღბული საკუთარი თავდაცვითი მექანიზმიდან გამომდინარე. მერე უკვე მოდის გახსნა და ნდობა თერაპიაზე. ამიტომ აი რო კითხო ახლა ვინ ხარ? შენ რა პასუხი გაქვს? სალომე. ოკეი, ეგ არის რომ მე პერსონა გამოცანი, მაგრამ ვინ ვარ მე, როცა არავინ მიყურებს, ან როცა ვფიქრობ, როგორია სალომე? როგორია ძალიან ჩუმი, არ ლაპარაკობს. უბრალოდ ატარებს დროს მარტო სახლში. წერს სხვათა შორის. ძალიან კარგი. გიждები წერილზე ძალიან. მე ყველაფერს წერ. აი მხატვრულ ლიტერატურას რო კითხულობ, იმასაც ვწერ ხოლმე. და აი ეგ ვარ, რა სიჩუმე და რაღაც საკუთარ თავზე დაკვირვება. ოღონდ ვერ ვიტყვი, რომ ძალიან თვით ჩაღრმავებული ადამიანი ვარ, არ ვარ ეგეთი. საზღვრები გაქვს? ხო, რაღაც. პირად ურთიერთობაში? პირად ურთიერთობა ახლა არ მაქვს, არ რომანტიკული ურთიერთობა. ვართ პირად ურთიერთობაში. როგორია სალომე? დიდად არ განსხვავდები მარტო რო ვარ იმისგან. ანუ დიდი სხვაობა არ არის. არის ესეთი. ნუ რა თქმა უნდა შეიძლება უფრო მეტად ვარ ამჩატებული ალბათ. ეგ კარგია თავიდან, მაგრამ ხანდახან მე გზა მოდის თერაპიასთან. ხო, სხვათა შორის თერაპიამდე მე მივედი ჩემი ტრავმის დასამუშავებლად, მამა ჩემი რო გარდაიცვალა, ნუ არ მქონდა ეს ტრავმა მე მიღებული და ეს იყო ერთადერთი მიზანი, რატომაც მე დავიწყე თერაპია და ძალიან დამეხმარა. სხვა მიზეზით და მიზნით მე არ მქონია. უბრალოდ მე მაინტერესებდა თვითონ ფსიქოლოგია, რის გამოც მე ვისწავლე. ხო, აი ეს იყო თვითონ სფერო მაინტერესებდა, მაგრამ რა თქმა უნდა ამ დროს ადამიანს თავისთავი აინტერესებს. ყველა ფსიქოლოგის უკან არჩეული, გაზრებულად არჩეული. ის მოდეი რაზე ვისწავლებ ფსიქოლოგია. გაზრებულად მინდა ფსიქოლოგია არის დიდი ტრავმების აღმოჩენის სურვილი. კი, ტრავმების და რაღაც ახლის ძიების, რა რო ხო, როგორ გადავრჩე? ხო, აი ესეც არის კი. შენ ერთი კითხვა დასვი იმ 5 კითხვაში, რა იყო მეორე თუ მესამე იყო? რა საფრთხეს გრძნობო თუ რა კითხვაა ეგ? როგორ როდის გრძნობ საფრთხეს? რა მომენტში, ხო, ანუ აი მაგალითად საფრთხეს გრძნობ, როდესაც მთხოვენ რომ ჩემი აზრით დავაფიქსე, რომ საფრთხეს გრძნობ, როცა მაკრიტიკებენ. პატარავდები და საფრთხეა ჩემთვის, პულსაცია მიჩქარდება. საფრთხეს გრძნობ, როცა ყველა მიყურებს. და უამრავი მომენტი არის, რომ საფრთხე არ არის აუცილებელი იყოს ფიზიკური დაზიანება რა. აი საფრთხე არის, როდესაც მე ზრდასრული არის შინაგანი ჩემი ბავშვი შეშინებულია მაგ დროს. სხვათა შორის ეს სიტყვა საფრთხე ჩემთვის ძალიან ისეთი, ანუ საფრთხეს არ გრძნობ. აი მაგაზე დავფიქრდი, რომ ეს კითხვა არასდროს დამისვამს. აი რა არის ჩემთვის საფრთხე არა. შემიძლია ვთქვა, რომ რა არ მსიამოვნებს მაგალითად. მაგრამ თვითონ საფრთხის რა აქცემებს? ხო, აი იგივე რაღაც ცუც რო ამბობენ და ჩემზე ვიღაცა რომ მაკრიტიკებს და ასე შემდეგ. მაგრამ წლებთან ერთად იწევს ეს დონე. არ მსიამოვნებს თავიდან ძალიან არ მსიამოვნება პირველად როდესაც გამოვჩდი ამ YouTube-ზე და წლების წინ. Instagram-ზე, ანუ შოქში ვიყავი, რომ მაკრიტიკებდნენ. იცი რა მემართებოდა? ერთხელ მახსოვს ერთმა გოგომ, აი ამ ხელა კომენტარი დამიტოვა YouTube-ზე. შენო საერთოდ ვინ გონიაო, შენი თავი ესე რომ შემოხვედიო ამ YouTube-ზეო და არც მოგესალმეო, რაღაცები ეგეთი მომწერა და ამ გოგოს მივწერე, რომ ნომერი დამიტოვე მეთქი. ნომერი გამოვართ. ძალიან სასაცილოა. ჩემი საყვარელი აღმოჩენა არის ხოლმე ადამიანები, როდესაც თავის დახვეწილი გარეგნობით ძალიან მანერულებში უცბად ძალიანერებელა. გოგოები მართლა იმან მომწერა თავისი ნომერი. მე მიწერე, რა გინდა მეთქი? ანუ საქმე გამურჩიე ამ გოგოს. და ნუ მე მივხვდი რომ ცოტა გავედი რაღაც სხვაგან და ნუ შევჩერდი რა თქმა უნდა, მაგრამ ეს გოგო არ იყო ერთადერთი. სხვაებსაც წერდი. ესე უვარდებოდი ინბოქსი და მახსოვს რომ ერთმა ქალმა გამლანძღა და მივწერე ინბოქსში, მეთქი რატო გამლანძღეთ ქალბატონო?
აი მე არა შენზე კი არ თქვი და უზე მომიცუცკდა ეს ხალი და მანდ მივხვდი რომ ხალხი სულ სხვანაირია ხო, საჯარო. ადამიანები ზოგადად ჩხუბობენ, ბრაზობენ იმ ორ რამეზე. ერთი რაც არ აქვთ და უნდათ რომ გქონდეთ და შენ გაქვს და მეორე რასაც სინამდვილეში ხედავენ შენში ბნელ მხარეს არ მოსწონთ და ეს არის მათი ნაწილი, რომელსაც იკმალავენ ჩვენ რო ვთქვით. ხო. ეს მე ყოველთვის სხვათა შორის იმის მიუხედავად რომ ჩემი წარდგენა ესე ფართო საზოგადოებაში მოხდა სოციალურ ქსელში გულისხმობ ჩემ პროფესიით არასტანდარტულად, ხო? მე არ შემოვედი ესეთი დავერცხნილი აკადემიური პირველი რაც ვთქვი, მაშინ იქ ამერიკიდან ჩავწერე ვიდეო დავიძინე საკო და დილას გავიღვიძე ცნობილმა. ვიდეო დავდე, სხვა ხო არ იტოში დავიზინე და დილას რო გავიღვიძე, TikTok-ზე მყავდა ორი მეგობარი, რომელიც აი ყველაფერს მიწონებდა რა ჩემ შვილს ვიდეოს და უბრალოდ ჩავწერე გულწრფელად. თქვი ჩემი პროფესია, თქვი რომ მე ვსწავლობ, თან ვმუშაობ, ვარ მარტო ხელოდედა. და მოვყევი როგორი ადვილია იმ ფარდობითობიდან გამომდინარე წამოსვლა ტოქსიკური ურთიერთობიდან და რა რთულია მე დარჩე ამ პოზიციაზე და როგორია, როგორ უნდა ამოვიცნოთ ჩვენი თავიც რო ვართ ტოქსიკურ ურთიერთობაში, ასევე პარტნიორი როგორ გვექცევა და აი უბრალოდ 8 წუთიანი ვიდეო დავდე და რო დავდე ჩემმა ორმა მეგობარმა მომწერა რომ არ იყო საჭირო ეს გულწრფელობა შენი პროფესიიდან გამომდინარეო ეს შენს იმიჯზე ძალიან ცუდად იმოქმედებს. და მაშინ მახსოვს თქვი რომ ჩემ თავთან რომ მე ვწყვეტ რა არის ჩემთვის კარგი და ჩემი თავარი არ ვიცი აქამდე მოსული რო ვარ არის ერთადერთი მექანიზმი რომ გულწრფელობა. მე უფრო თამამი ვარ თერაპიაშიც, ანალიზშიც და ნაბიჯებს გადადგმულში, როდესაც მე ვამბობ რას განვიცდი. საკმაოდ დიდი მოთხოვნა არის მომლოდინეთა სია არის ბოლოს ჩემ ასისტენტებთან 65 კაცი, ვინც ელოდება სესიას. ვორქშოპებს რეკლამას აღარ ვაკეთებთ, იმიტომ რომ არ გვჭირდება, იყიდება. 70 კაციდან 30 ავარჩია. მაგრამ ეს იცით რატო ხდება? არა იმიტომ რომ ვიღაც ყველაზე ჭკვიანი ვარ. არა. ყველაზე ჭკვიანი ვარ გულწრფელობაში, იმიტომ რომ თუ ემოციურად არ იგრძნო კლიენტმა, დამთავრდა ის ერა, რომ ჩვენ რაღაცა უნდა ვიყოთ იდეალურები, ექიმები, თერაპევტები, მსახიობები, ჟურნალისტები, ყველა უშვებს შეცდომას და ისეთი ლამაზია გულწრფელობა, რომ პირველი რაც თქვი, რომ კი, მე მეთკინა, მე ვბრაზობ, მე მიეჭვიანია, მე გავბრაზებულ ვარ, აფექტში ჩემი პარტნიორისთვის მithkoms ცუდი რაღაცები, მე ანალიზი გამიკეთებია, ბოდიში მომიხდია. ეს ისეთი ორგანულია, რომ თერაპიაზე მოსული ადამიანი თავს არ გრძნობს ცუდად და განსაკუთრებულად, რომ მასშია პრობლემა. ხდება, რომ ეს ყველგან არის უბრალოდ მექანიზმს სწავლობთ, როგორ დავაპატარავთ. და როგორც კი აი ამ ადამიანებს, ვისაც ეხმარები, გაიაზრებ, რომ შენ მათგან შორს არ ხარ და მათზე მეტი არ ხარ და შენ შეცდომებს უშვებ და ფსიქოთერაპევტს ყავს თავის ფსიქოთერაპევტი და მიდის და იქ საუბრობს, მან შენზე მოთხოვნა არის, იმიტომ რომ ბუნებრიობაზეა დაფუძნებული რა. და ამ ბუნებრიობა მოგიტანა ერთხმაში პოპულარობა. კი, რო გავიღვიძე, 3000 გამომწერი მყავდა უკვე TikTok-ზე ერთი ვიდეოთი. ოღონდ გაიყო რა, აქეთ იყვნენ უცხო ადამიანები, ვინც მეუბნებოდნენ რომ მადლობა და აქეთ იყვნენ ჩემი რაღაცა ნაწილი მეგობრების, ვისაც მაშინ მეგობრებს ვეძახდი, რომლებიც ამბობდნენ რომ რა საჭირო იყო. აი ესე გამოტანა, პირდაპირ მიწერდნენ კომენტარს, ან პირადში მიწერდნენ რომ რა საჭირო იყო ამ ხელა აფიშირება. და მანდ მივხვდი რომ სწორად გავაკეთე. რატო? იმიტომ რომ ადამიანები ბრაზობენ იმაზე, რაც თვითონ არ შეუძლიათ და ხედავენ შენში იმ ძალას, რომ შენ შეგიძლია თამამად თქვა. და მანდ მივხვდი რომ რაც ქართულ პლატფორმაზე გვაკლდა იყო სითამამე, ოღონდ არა სითამამე, ემოციური სითამამე, რომ მე ვთქვა რომ მე ცუდად ვარ, მე მიჭირს და მე როგორ იყეცი რომ გაიყო რა, აქეთ იყვნენ ადამიანების უცხო ნაწილები, HR-ი, ბუღალტერი, არ ვიცი, ჰორეკა სექტორი, ნებისმიერი ადამიანი, ვინც მეუბნებოდა რომ მადლობა. და აქეთ იყვნენ ადამიანები ჩემ პროფესიაშიც, რომლებიც ამბობდნენ რომ არასერიოზულობაა TikTok-ზე იცეკო რაღაც, წაიცეკო ტიტრით ამოიყვანო ტრაუმაზე რაღაცა მესიჯი და მოცეკვავე ან TikTok-ერი ფსიქოლოგი ხარ. არ გავჩერდი. აი არ გავჩერდი, იმიტომ რომ მივხვდი რომ თუ მე ახლა გავჩერდებოდი და აი ამ სტერეოტიპში შემჭამდნენ, მე ვერასდროს ვერ დავეხმარებოდი ხალხს.
შენ თავსაც მე მგონი. ცხადია, მე ავტომატურად ვარ ყველა ფსიქოთერაპევტი, უნდა მოწმოთ არ ვიცი ამ მომენტში რა. ამუშავებს თავის თავს თერაპიაშიც. რა თქმა უნდა, ვინმეს როგორ თუ გონია რომ ეხლა თერაპევტი არის ყოვლისმცოდნე და ბრძენი და ასე შემდეგ, ეს არის ძალიან ცრუ მოლოდინი და თუ ვინმე ასეთი მოლოდინით მიდის თერაპიაზე, ძალიან იმედგაცრუებული იქნება. თუ ფიქრობენ, რომ ეს თერაპევტი არის ყოვლისმცოდნე, ყოვლის შემძლე მით უმეტეს. ძალიან დიდი, ეხლა შენ კი ახსენე, რომ კვირიდან კვირამდე თუ თერაპევტს პულსზე არ უდევს ხელი და ვერ გრძნობს რა შეიცვალა თავის კლიენტში, ეს ძალიან დიდი შეცდომაა და ნუ მისი სისუსტე ერთგვარი, რომელზეც უნდა იმუშაოს ალბათ, მაგრამ არც ისეა, რომ ეს თერაპევტი, რომელზეც რაღაც მთელი მედებს ამყარებს არა. კლიენტი, რომ აი აუცილებლად ყველაფერი შეიძლება მოხდეს, იმ თერაპევტსაც შეიძლება გამოეპაროს რაღაცა და იმ პროცესში თერაპევტიც მიხვდეს, რომ აი ისედაც ხო სუპერვიზორები არსებობენ, რაღაცას ეს თერაპევტი ვერ უკლავდება, თქვათ, ეკითხება აზრს მეორე პროფესიონალს, ხო? აუცილებლად კი. მან თავი რა არის, რომ ხშირად თერაპიაზე დაუსვამთ კითხვა მეოთხე სესიაზე. რომ აი როდის მიხვდები, რომ კარგად გავხდი. პასუხისმგებლობას თერაპევტი არ იღებს, ფსიქოთერაპევტი არ იღებს, რომ შენ კარგად უნდა გაგხადოს. შენ თუ არ გინდა რომ კარგად გახდე, დატირებაში ხარ საკუთარი თავის და არ მოგწონს ფსიქოთერაპევტი, როდესაც განახებს საკუთარ ქცევას და არ გეუბნება, რომ იცი რა, პრობლემას ყველაშია და შენ კარგი ხარ. და ხშირად მოლოდინი არის ფსიქოთერაპევტთან მისulis, რომ ყველა გაამტყუნოს და შენ გითხრას, რომ შენ იდეალური ხარ და ყველა ცუდად გიქცევა. მე ძალიან ხის ფსიქოთერაპევტად ვითვლებ. მე არ ვითვლები, რომ მეც ეგ ჩემი აზრით ჩემი არის ეგ ზუსტად. ხო, მე არ ვითვლები, რომ თავზე ხელი გადაგიშვა. ხა. მე გამიშვი ადამიანი თერაპიიდან. მithქვამს, რომ არ ხარ მზად და თანხას ტყუილად ხარჯავ. როცა მზად იქნება ყველაზე პროდუქტიული დაბრუნება, იმიტომ რომ იცი, რომ უბრალოდ უნდა მიხვიდე, მაგრამ მზად არ ხარ იმის მოსასმენად, რაც გინდა. ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ უთქვამთ ჩემზე. რომ აი, იცი რა, ძალიან ხისტად მე საზღვრებს და ეთიკას კი არ ვარღვე, მაგრამ აი ტექნიკებით ვანახებ საკუთარ ქცევას და არ მოწონთ. მაშინ მიდის თერაპია კარგად, მაშინ ხარ კარგი ფსიქოთერაპევტი, როცა შენზე კლიენტი ცოტა ღიზიანდება და ბრაზობს, იმიტომ რომ წერტ. მე მაგალითად ჩემი ფსიქოთერაპევტი, მე კაცი მყავს ფსიქოთერაპევტი. ზულდა რაღაც ეტოპია. თავიდან. ხო, თავიდან ცხადია, იმიტომ რომ ნუ აი მივედი, თან აი მაშინ როცა აი უნდა ჩამოყალიბდე რა ფსიქოთერაპევტად და მაშინ მივედი და მახსოვს რომ მომზადებული მივედი, როგორ უნდა ყოფილიყავ ჩემი ანალიზებით. ალბათ 1-40 წუთი უბრალოდ მიყურებდა. და მე უხერხულობისგან აღარ ვიცოდი რამ ყველაფერი ვთქვი, რაც შეიძლება და მაშინ დაიწყო რომ რეალურად მან მასწავლა რა არის გულწრფელობა და რამხელა ძალაა. არაფერს აღარ გეშინია. აშფასებისაც არ გეშინია. დაგვიანების არ გეშინია, წარუმატებლობის არ გეშინია, გაცდენის არ გეშინია რა. ნუ აი ვაღიარ. სიმართლის ქმის არ გეშინია მეორე ადამიანისთვის. და მე რაც ვისწავლე ზუსტად ეგ მასწავლა მეც ჩემმა თერაპევტმა, აი პირდაპირ მოკლედ, მოჭრილად მეუბნებოდა სათქმელს. და მანამდე შევადარე ჩემი თავი, როგორ ვურთიერთობდი ადამიანებთან. აი რაღაცა მოვუვლიდი ასე აქედან, აი იცი რას ფიქრობ ეხლა და ანუ სათქმელს სანამ ვიტყოდი მთავარი რაც მინდა და მე თქვა გზაში მავიწყდებოდა. და ამ კაცისგან ვისწავლე ეგ, რომ დრო ძალიან ძვირფასია. პირდაპირ თქვი შენი სათქმელი რა. არ უნდა დაიწყო იქ მივლა მოვლა და ასე შემდეგ. და თავარი რაც მინდა და მე ასევე მეთქვა, რომ არანაირი თერაპია და არანაირი განვითარება არ არის ადვილი. ყველანაირი განვითარება არის მტკივნეული. ეს ძალიან რთულია. ვის გონია, რომ ეს იქნება ადვილი? სწავლა ადვილია? არ არის ადვილი. იგივე აქაც ხო შენ თავზე სწავლობ, რაღაცა ახალს იგებ, რაღაცა უნდა განვითარდე, ხო? შეუძლებელია ეს ადვილი იყოს. ეგ არის რომ მე მაგალითად ძალიან ხშირად მომისმენია საჯარო შეხვედრებსაც ხო ვაკეთებ ხოლმე ვისაც არ აქვს თერაპიის ინტენსიური თერაპიის თანხა არ აქვს ვორქშოპის თანხა იმიტომ რომ ვორქშოპი ძალიან ინტენსიურია ტრავმათერაპიას მოიცავს და სისტემურ განლაგებასაც და ცხადია რომ ძვირიც არის იმიტომ რომ 4 დღე გრძელდება და არსებობენ ადამიანები ჩემი კონტენტი მაგას ემსახურება საერთოდ არა იმას რომ ვიღაცამ ცნობდეს რომ ბევრს უთქვამს რომ აი ისე რომ თერაპია არ გამოვლია, რაღაცა მესიჯები ყოფილა დილას პოსტი დაგიდია, რომელზეც მთელი დღე მიფიქრია და საკუთარი ქცევა დამინახავს. და ეს საჯარო შეხვედრებსაც რო ვაკეთებ ხოლმე, იქ უკითხვა-პასუხის რეჟიმი რო გვაქვს, ძალიან ხშირად ინტენსიურად მოთხოვნა არის, რომ
აგვიხსენი, გვასწავლე, როგორ დავამთავროთ პირადი ურთიერთობა ტკივილის გარეშე. არ არსებობს ეგეთი რეცეპტი. ამიტომ თვითონ პროცესის გამთლიანების რაც არის, თუ არ არის მტკივნეული და ტკივილს ცუდად ყოფნის ასხლეტაზე ხარ მოტივირებული, უკან ბრუნდება, გამორიცხული სხვადასხვა ფორმით და წეგან ეგ რაც თქვი, რომ მოკლედ და მარტივად ვთქვა, პირად ურთიერთობებში არ იქნება ასეთი ინტენსიური პრობლემები, თუ ერთმანეთს ვეტყვით, რომ მე აქ ზარალდები, მე აქ შენი ქცევა ხდის ცუდად, ან მოქმედებს ჩემზე ცუდად. პირდაპირ როცა ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე, რომ სესიაზე ხვდები, რომ მე ხო წყვილებს შორის ვატარებ თერაპიას. ერთმანეთის ენა არ იციან, ვერ საუბრობენ. და გონიათ, რომ ერთმანეთიან აღარ უყვართ, ამ პატივს არ ცემენ. უბრალოდ სურვილი არ არის, რომ მე ვისწავლო საკოს სიყვარულის ენა და საკო მისწავლოს თავის პარტნიორის სიყვარულის ენა. ეს სურვილი არ არის. როცა ენის შესწავლა ხდება, აი ესეთი 10 წლის სოლქმრობა გადარეფრეშებულა და ნულიდან დაწყებულა. ამიტომ თავარი არის ორივეს უნდოდეს. და საჭიროა. განახლება საჭიროა, შეუძლებელი ხარ შენ ისე გიყვარდეს და ისეთი პეპლები გქონდეს 10 წელი კი არა, 1 წელი თუ გაქაჩე ძალიან მაგარი. ხო, რა თქმა უნდა. და ამ განახლებას სჭირდება შენი ჩადებული ძალისხმევა. ეს თავისით არ ხდება. ამას ვერც თერაპევტი ვერ გაგაკეთებინებს იმას, რასაც შენ არ აკეთებ. კარგია შენთან მოსვლა. შენი პასუხისმგებლობა არის, ხო? წყვილები შენთან დადიან ძირითადად აი ამ პრობლემით, ნუ გასაგებია ეს რომ ერთმანეთის ენა არ იციან, არც სიყვარულის ენა იციან. არც სექსი. ანუ სექსუალური აქ როგორ არის თითო წყვილები რომ მოდიან, მე ცალ-ცალკეც შედიან თერაპიაზე, მე ისევ ერთად არიან, მე ცალ-ცალკე შემოდიან. არასდროს არ ვიღებ რაღაც ერთი შემოვიდა, მე ერთად უნდა დაიწყონ და სექსი არის თემა, რომელიც არის ტაბუ დადებული. ხო. სამწუხაროდ. და არც ერთს ვერ ვიტყვი, მაგრამ ყოველ ძირითადად ქალს არ შეუძლია თქვას რა უნდა სექსში, რა მოწონს. ამის მე შემდეგ უკვე ხდება ჩაკეტვა ემოციის. რატო შეუძლია? უჭირთ, ძალიან უჭირთ თქმა აქტის დროს თუნდაც რა არ სიამოვნებს, ან რომ შეიძლება ორგაზმი არ იყოს. ხო, ანორგაზმია სერიოზული გავრცელებული. ძალიან დიდი ტაბუა ამაზე და ყველაზე ხშირად არ ეშიშია პარტნიორთან, რომ ვისაუბრო, რომ მე ეს არ მომწონს, რომ პირველი ეს საღვიქვამ საკუთარ თავზე არ ვფიქრობ, რომ ის ან არ ეწყინოს, ან არ გაბრაზდეს, ან არ იფიქროს, რომ 1000 მყავდა მაგის მაგამდე. აი ძალიან სუსტად მივდივართ, იმიტომ რომ სამწუხაროდ არ ვიცი, მე ხა არ მქონია ეს, მაგრამ ქალებს უწევთ საკუთარი სექსუალური სურვილების ზემოთ ამოწევისთვის იმაზე ფიქრი, რომ ხო არ გადის ეს გზა ჩემს პატიოსნებელზე. პატიოსნება, მსხვერპლს სხვა პოდკასტში ამომივიდა ეს სიტყვა პატიოსნება. პატიოსნება არის ის, რომ არა ის მე რამდენი პარტნიორი მყავდა ან როგორი იყო. ჩემ თავთან თუ მახსენდება, რომ ჩემი ქცევით, ჩემი ფიქრით ვიღაც დავაზიანე. აი ჩემ თავთან პატიოსანი აღარ ვარ მათ. თორემ კულტურული პრობლემაა ეგ რა, კულტურული ფსიქოლოგიაც ხო ძალიან განსხვავდება ეხლა და კულტურული პრობლემა გვაქვს ეგ და ახსრდის, რომ შეიძლება ქალს ყავდეს ერთი პარტნიორი მთელი ცხოვრების განმავლობაში იყოს მონოგამი, მაგრამ სექსუალურად იყოს შევსებული და აკმაყოფილებდეს, შეიძლება ყავდეს კაცსაც, რა მნიშვნელობა აქვს, არ მინდა იდენტიფიცირება და რაღაცა სექსიზმი. შეიძლება კაცს ყავდეს ძალიან ბევრი პარტნიორი გამოცდილი, ურთიერთობაში იყოს, მაგრამ არ იცოდეს ქალის სხეული. როგორც წესი მასეთებს ემართებათ. ვისაც ძალიან ბევრი. და როდესაც ქალმა თვითონ არ იცის თავის სხეული და უარყოფას აკეთებს. და თქვენ არა, ნუ საზოგადოებას სექსი ხანდახან გონია რაღაცა აქტი ფიზიკური, რომელიც მოხდა და გავიდა. სიამდვილეში სექსი არის შინაგანი განწყობა. მე როგორ ვურთიერთობ საკუთარ სხეულთან და თვით შეფასებასთან. იმიტომ რომ ხშირად სექსის დროს პარტნიორები თერაპიიდან გამომდინარე ვსაუბრობ ამას და პრაქტიკიდან გამომდინარე, რაც სესიაში პრობლემა არის, რომ ორიენტირებულები არიან საკუთარ თავზე, ან პირიქით, ორიენტირებულები არიან პარტნიორზე და კარგავენ საკუთარ სურვილებს. ამიტომ ბალანსი არის მნიშვნელოვანი და თავარი რაც არის, ჯერ სანამ აქტში შევალთ პარტნიორთან, იმიტომ რომ ჩვენი სხეული არის ყველაზე ძვირფასი რამ. და თუ ამ ჩვენ სხეულს არ ვუფრთხილდებით ენერგეტიკული თვალსაზრისით და არ ვცემთ პატივს და ასევე ხელმისაწვდომია
ყველასთვის, იმიტომ რომ როცა ემოციური შიმშილი არის, სექსი შემომაქვს საკვებად, რომ მე მივხვდე, რომ საჭირო ვარ. და ამ სექსში ვდებ ძალიან დიდ ენთუზიაზმს და ხშირად ხდება ხოლმე, რომ ქალებშია ხშირად, რომ სხეულებად ყოფენ ურთიერთობას. აი ნახე, მქონდა რაღაც შევხვდი რამდენჯერმე, ვაკოცოთ ერთმანეთს და გაქრა პარტნიორი და დიდად ტრაგედია შეიძლება არ იყოს, მაგრამ თუ აქტი იყო, მე დავყავი ხო ორგანოებად. თუ აქტი იყო, მე უკვე თავს გრძნობ დამცირებულად და მიტოვებულად და გამოყენებულად, თუ პარტნიორი აღარჩენს. ამიტომ აქედან მე სტანდარტებს ვადგენ, სად ვარ სასურველი და სად ვარ უარყოფილი. და თუ ჩემს სხეულს ვთვლი, რომ მე მივეცი, მას გადავეცი და მან გამოიყენა და უარყო პრობლემა ჩემშია. იმიტომ რომ მე ორგანოებად დავყავი, მაგრამ თუ მე ამასაც ვიაზრებ, რომ უარყოფა იყო და ჩემი სხეული ძვირფასი, მაშინ უნდა მივხვდე ვის ვაძლევ ჩემს სხეულს და სანამ ჩემს სხეულს მივცემ, უნდა ვიპოვო ჩემი სიამოვნების წერტილები სად არის. თუ შენ არ იცი შენი სხეული, თუ შენ სხეულს პატივს არ ცემ. ოღონდ პატივისცემა არ არის მარტო ჰიგიენური მოვლა. პატივისცემა გავშიფრავ ამას ადამიანებს, პატივისცემა არის რომ მე ვიცოდე, რომ ამ სხეულმა გადაიტანა ბევრი რამ. ამ სხეულს ეშინო და ტირო და დამახსოვრებ, იმიტომ ჩვენ შეიძლება დავამუშაოთ ტრავმა, ესე საუბრით, მაგრამ სხეულზე დამუშავება ძალიან რთულია. ძალიან ხშირად არის ხოლმე მე თერაპიაში ვეუბნები, რომ მასაჟი გამოიყენეთ ხშირად ინტენსიურად, იმიტომ რომ ბლოკები როცა აქვს სხეულს და ამას გავხსნით, სექსუალური ენერგიაც იხსნება. და მთავარი რა არის, რომ ჩვენი ტრავმა ყველაზე ხშირად იკავდება თეძოს არეში. უცელი. ქალის შემთხვევაში, ჩაკრა, სადაც არის, აი აქ არის მთელი ბრაზი, სევდა და მიტოვება. და ხშირად არის ყველაზე კარგი მასაჟის გარდა, ჩვენი მექანიზმებით რა, რომ ჩვენ სხეულთან კავშირში დავრჩეთ, დაღვიქვათ, არის ცეკვა. სხეულებრივი მოძრაობა, რომელთაც ტრავმა რაღაც ეტაპზე აი ჩათვალეთ, რომ გამოდის. მასაჟის დროს ხშირად არის ტირილი, რომ წამოიღო და სხეულმა ბლოკები მოიხსნა და მეორე არის, რომ ჩემი სექსუალური ენერგია ზემოთ იწევს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა წონის ხარ, რა სიმაღლის ხარ, როგორი კანი გაქვს, პტოზირებულია, ცელულიტი გაქვს. ეს კარგია, რომ რა თქმა უნდა თვითშეფასებას დავამატოთ, მაგრამ სექსუალური ენერგია არის სხვა რაღაც. ვიზუალურად როგორ გამოიყო, იმიტომ რომ საოცრად ლამაზი ქალები მინახავს, მაგრამ სექსუალური ენერგია ჩახშული აქვთ. მინახავს ვიღაცისთვის რაღაც ჩვეულებრივი სტანდარტული გოგო, რომელსაც ისეთი სექსუალური ენერგია აქვს, რომ და ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორთ სანამ დავაბრალებ, რომ ცუდად მეკცევა სექსის დროს, მოდი ჩემს სხეულსთან მე დავრჩები კონტაქტზე, ვის ვაძლევ ამ სხეულს, რატომ, შედეგი რა არის და თუ მე ვერ ვიცავ ჩემს სხეულს და სიამოვნების წერტილს რო ვუთხრა, რომ იცი რა მე აქ არ ვგრძნობ თავს კარგად და მოდი პრელუდია გავხადოთ გრძელვადიანი და შემდეგ გადავიდეთ აქცე. მან უკვე სექსი არის ერთ-ერთი დამხმარე, რაც ძალიან კარგი არის ხოლმე სტაბილური ურთიერთობისთვის. ანუ ქალებს შენი დაკვირვებით რა პრობლემა აწუხებთ ყველაზე მეტად და ყველაზე ხშირად სექსთან დაკავშირებით? ბანალური. აი წარმოვდგენელი ბანალური, იმიტომ რომ ქალი სექსის დროს ჩათვალეთ, რომ არ აძლევს თავის თავისუფლებას, უმეტეს ყველაზე არ ვსაუბრობ ეხლა. ფიქრობს როგორი მკერდი აქვს ამ დროს. ფიქრობს რომ რაღაც ისეთ მდგომარეობაში იყოს, რომ კანი იქონდეს გლუვ, იდეალურობას თხოვს თავის თავს და კარგავს პარტნიორს და სიამოვნებას. და სტატისტიკურად და კვლევების თანახმადაც ქალებო, კაცები სექსის დროს არ აკვირდებიან როგორი მკერდის ფორმა გაქვთ, პტოზი არის, ცელულიტი გაქვთ, როგორ გამოიყურებით იმ მომენტში, იმიტომ რომ თავარი მომენტი არის, რომ დავრჩე ჩემს სიამოვნებასთან და პარტნიორთან და მქონდეს კომუნიკაცია, არ ვსაუბრობ, რომ ხა ეს იყოს რაღაცა დიდი დიალოგები სექსის დროს, მაგრამ რომ ზერით კონტაქტში დავრჩე და ვთქვა რამ სიამოვნებს, რომ იმპულსი ტვინიდან მოდის სექსის დროს რა და თუ ტვინი იღებს, შეიძლება ვიღაცას მოწონს სექსის დროს რაღაცა საუბარი იმაზე, იმის გახმოვანება, როგორი კარგი ხარ, როგორი სექსუალური ხარ, როგორ მოსწონს შენთან აქტი. ფეტიში ნებისმიერი სექსის დროს არ არის პრობლემა თუ არ ზიანდება ჩემი პარტნიორი ამ ჩემი ფეტიშის სურვილით. ამიტომ რაც უფრო ხშირად გაიცვლება ენერგეტიკულად რა მსიამოვნებს და რა არ მსიამოვნებს და რა არის ჩემთვის განსაკუთრებული, მით უფრო კარგია სექსი და ყველაზე რთულია ურთიერთობიდან წამოსვლა, როცა სექსია კარგი. ხო, ეს არის ხოლმე ხშირად რაც აჯაჭვებთ. მით სანამ მაგაზე გადავალთ ერთი წუთი. კაცების შემთხვევაში მაინტერესებს, კაცების პრობლემა რა არის?
სექსის დროს? ხო, აი ქალებს ხო აქვთ რაღაცა პრობლემები, რითიც შენთან მოდიან და აი კაცი რა პრობლემას აზიარებს ყველაზე ხშირად? კაცს აქვს ძირითადად ორი ესეთი პრობლემა. ერთი რომ პრელუდია არ იციან დიდხანს და ამას ვერ ხვდებიან, რომ პრელუდია ძალიან აუცილებელია და როცა აქცე გადადიან, გრძნობენ, რომ რაღაც ისე არ არის. ანუ პრობლემაა კავშირის. და პრელუდია კაცებს დიდხანს არ უყვართ. შესაბამისად გადადიან პირდაპირ საქმეზე. აი პრელუდია როდესაც არის ცოტა ორივე მხრიდან არ არის მარტო რომ კაცი უნდა იყოს აქტიური პრელუდიის დროს და ქალი უნდა ელოდებოდეს რა, ეს უნდა იყოს გაცვლით, ხო? როცა პრელუდია არის გრძელვადიანი და უფრო ინტენსიური, აქტი უფრო ხარისხიანი. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რაც კაცებს აქვთ და მეორე რომ თვითონ ჩვენი სხეული და ტვინიც კაცის და ქალის ისეა მოწყობილი, რომ აქტის შემდეგ დოპამის კაცი რომ გამოყოფს, აღარ აქვს ინტენსიური სურვილი ჩახუტების. ანუ გამტარი ხდება. და ქალს პირიქით სექსის შემდეგ უჩნდება ეს ჩახუტების ენერგია ყველაზე მეტად. მანდაც ძალიან მნიშვნელოვანი არის კავშირი რა. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ბრაზია მერე და კაცი ვერ იგებს რომ რატო მეჩხუბები, რატო ბრაზობ ჩემზე, ან ყოფილა რომ აქ თითქოს ყველაფერი კარგად დასრულებულა სესიაზეც და შემდეგ ყოფილა ქალისგან წყენა რომ არ მეხუტება, არ არის ემოციურად კავშირში გადაბრუნდა და იძინა პირობითად. თუ არ მივეცით მიმართულება და არ ავუხსენით მამაკაცს რომ მე მჭირდება ემოციური თანადგომა სექსის შემდეგ და მე მჭირდება ჩახუტება, გაზიარება, ჩხუბობთ იმაზე, რაც არ ვთქვით. ამიტომ ხშირად კაცები არიან გაკვირვებული, იმიტომ რომ ხშირად უჭირთ ხოლმე გააზრება და ანალიზი. რა ყველაზე მარტივი რაღაცები რაც არის სინამდვილეში, რთულად ეჩვენებთ, იმიტომ რომ ხალები არ საუბრობენ. მაგრამ აი, ჩემ პრაქტიკაში რო დავყოთ სქესი, კაცები უფრო სწრაფად მიდიან გამთლიანებისკენ თერაპიაში, უფრო სწრაფი და საოცარი შედეგი აქვთ ვიდრე ქალს. რატო? იმიტომ რომ გაჩნია როგორ მივუდგებით, კაცები გადადიან პირდაპირ მოქმედებაზე, რომ თუ მიაწვდის სწორად თავის ქცევის მოდელს. კაცები უფრო ხშირად არიან ემოციურები და ატროფიას აღარ აკეთებენ სესიას და ხდება ამ მთელი დეპრესიული ემოციის ამოხეთქვა ზემოთ და უფრო სწრაფი შედეგები აქვთ გააზრებაშიც და აღიარებაშიც. ქალი უფრო ნელ-ნელა მიდის თერაპიაში, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ეცოდება საკუთარი თავი. არსებობენ ქალები, რომლებიც სწრაფად ახდენენ, მაგრამ აი სტატისტიკურად თითქოს აი რაღაცა ისეთი სტიგმა არის, რომ კაცებს ემოცია არ აქვთ, სიღრმე არ აქვთ, არა, მე მყავს თერაპიაში უამრავი ადამიანი, მამაკაცი, ჰეტერო მამაკაცები, რომლებიც განსხვავდებიან ემოციური ფონით და უფრო სწრაფად მიდიან შედეგზე და რაც ყველაზე მეტად მეამაყება. არის ის, რომ ჩემს ვორქშოპებზე მამაკაცები მოდიან, ამუშავებენ დედის ტრავმას, მამის ტრავმას, ფულთან ურთიერთობას, სოციალურ სტატუსს, როგორც პარტნიორს საკუთარ თავს და ყოფილა შემთხვევები, რომ ცოლები წამოსულან, დაბრუნებულან, კარი გაუღიათ, რადიკალურად შეცვლილებს და ქმრები წამოსულა შემდეგ ვორქშოპზე. ყოფილა რომ ვორქშოპზე წამოსულა წყვილი და დაშორებულა ერთმანეთს, ოღონდ ძალიან მშვიდად უმტკივნეულად. ყოფილა რომ პირიქით შერიგებული. და ეს მეამაყება ძალიან, რომ კაცები მოდიან და აღარ არის ის პრობლემა, რომ თუ კაცი თერაპიაზე დადის, ეს უხერხულია, პრობლემა აქვს. ძალიან ცუდი ფრაზა უნდა ვთქვი, რაც არ მიყვარს, მაგრამ ფსიქოლოგთან მივიდე რა გიჟი ვარ. ანუ თან კაცი. ხო, კაცი იმსხრება რა, ისეთი. და ყველაზე მთავარი რას მივხვდით, რომ როცა მაღალია ცნობიერება და მამაკაცს აქვს მაღალი თანამდებობა, თავის პროფესიაში წარმატებულია, რაღაცას წარმოადგენს, უფრო ხშირად მოდიან თერაპიაზე. ეხლა იცი უნდა მოხსენდა ტონი სოპრანო. თავიდან რო ატყუებს თავის განგსტერ ძმაკაცებს ფსიქოლოგთან დადის. ხო, ეგ არის, რომ სირცხვილია თითქოს იმიჯზე მაპატარავებს რა ემოციურ თვალსაზრისით. არა და მე მქონია პრაქტიკაში ძალიან ბევრი ესეთი დიდი ბიზნესის მქონე ადამიანები, მამაკაცები მოსულან თერაპიაზე და უდიდესი ბლოკები მოხსნიათ ფინანსური, როცა მამა დაამუშავეს.
უდიდესი პროექტები აუღიათ და მე ხო ვიცი ხა ეს როგორ ხდება რომ ჩვენ პირდაპირ არ ვეუბნებთ რომ მოდი კი ვამბობთ რომ мама არის დედა არის და სამშობლო აი სხვადასხვანაირი ტექნიკებით რომ მიუყვებით მე მოსულია უკავშირო ჯადოქარი ხარ რაღაცა ახალი პროექტი დამემტკიც და რაღაცა დიდი ფულის შემოვიდა მე არაფერ შუაში არ ვარ რა თავად გადაწყვიტე რომ გინდა ამ მსხვერპლის როლიდან გამოსვლა და გინდა რომ მამასთან შინაგანად ცხადია, შეიძლება გარდაცვლილი იყოს, დაალაგო ურთიერთობა და შენი ფინანსები შეიცვალოს. აი ამ ურთიერთობის და ქალის და კაცის ურთიერთობის თემა რომ კარგად ამოვწუროთ, ერთი კითხვა მაქვს კიდევ. ასევე ურთიერთობაზე ძალიან მოქმედებს კულტურული ფონი. ჩვენთან რა ფონიც არის? შეიძლება აღმოსავლეთ ევროპაში, აი რუსეთში, ცოტა იქითაც აღმოსავლეთისკენ, თუმცა იმათგან ჩვენ ბევრად განსხვავდებით. ეს არ არის დასავლეთში. მაგალითად, აი სულ მახსენდება ტოლსტოის კრეიცერის სონატა. წაკითხული გაქვს, პატარა მოთხრობა არის, პატარა რომანია. მოთხრობა კი. არა. აი ჩემი აზრით, იდეალურად ასახავს სადამდე მიყავს კაცი თავის აი ამ კულტურულ განპირობებას და რა არის ეს, რომ ახალგაზრდობიდან მოყოლებული მან თავის მაკაცებთან უნდა დაამტკიცოს თავის თავი ქალის პარტნიორების რაოდენობით. და ეს თავარი გმირი, ხა ვისაც არ გაქვს წაკითხული, არ მოუყვები ყველაფერს. აი ესე ცხოვრობს რა, რომ როგორც ყველა მისი ძმაკაცი რუსეთში. და მე ცოლი მოყავს, რა თქმა უნდა, უბიწო, ესეთი პრინცესა, ხელუხლებელი და ასე შემდეგ და აი მე რაც ხდება ამ კაცს რაც ემართება, ამ ქალს როგორ აღიქვამს, რა ეჩვენება. იმიტომ რომ გონია რომ ეს ქალი ღალატობს. რა თქმა უნდა, ტოლსტოი ბოლომდე არ გვეუბნება მართლა ღალატობს თუ არ ღალატობს, მაგრამ ეს სხვა და დასკვნად თვითონ კითხულმა უნდა გააკეთოს. და ვფიქრობ რომ საქართველოშიც აი იდეალურად ერგება აი ეს პრობლემა, რომ კაცს იმდენი პარტნიორი ყავს ცხოვრებაში, რომ მე გონია, რომ რასაც ამ პარტნიორებთან აკეთებდა, შეიძლება მისმა ცოლმაც ანარეკლია. ხო, იგივე გააკეთოს. ზუსტად. ეჭვიანი პარტნიორი. აი ის ისტორიულად და პათოლოგიურად ეჭვიანი ადამიანის მიღმა დგას შიში, იმიტომ რომ მე ეს ყველაფერი გაკეთებული მაქვს, ან გამკეთებელი ვარ და მე შენში ვხედავ ამას, იმიტომ რომ ჩემშია. ამიტომ საზღვრების დაცვაც მნიშვნელოვანია და კი კულტურული პრობლემა სამწუხაროდ არის ეს. ზოგადად როგორ არის, რომ თითქოს კარგ ტონად ითვლება კაცს, რაც უფრო მეტი პარტნიორი ყავს და ძალიან ცუდ ტონად ითვლება თუ ქალს ყავს. მე მინახავს ქალები, რომლებიც მეორედ გათხოვდნენ. არ არიან ბედნიერები, მაგრამ ვერ შორდებიან იმიტომ, რომ ორჯერ განათხოვარი ვარ. და მე ვინ შემომხედავს სერიოზულად. და არსებობენ კაცები, რომელსაც ყავლიათ ბევრი ცოლი, ეს იუმორი არის და თან ცოტა რაღაც იმზიდველობა. ჩვენი პრობლემაა ეს, ჩვენი ვაგრძელებთ ამ კულტურას. მე მოგიყვებით ახლა ამას წინად სასწავლო კურსზე ვიყავი, სადაც ერთ-ერთი რაღაცა ბიოგრაფიის განხილვა იყო და ფსიქოთერაპევტები ვართ. და ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც თავის ბიოგრაფიაზე საუბრობს, ყვება, რომ რაღაცა ეპიზოდი აქვს ცხოვრებით, სადაც ბევრი ქალები არიან მის ცხოვრებაში, მამაკაცი. და ეს ქალები თან ინტენსიური სული და ამ ადამიანში არ არის პრობლემა რეალურად, რომ ყვება თავის ბიოგრაფიას, ყველას ქონია ცხოვრებაში რაღაცა ეპიზოდი ნებისმიერ გამოხატულმა. გარშემო იყო ამაზე ძალიან ისეთი საყვარელი სიცილი, შეფასება, რომ აი ქალები, ხო? და მე მქონდა ძალიან ხისტი რეაქცია და პირველ რიგად ჩემმა კოლეგამ მითხრა რომ ალბათ გეხებაო ღალატის თემა ძალიანო და ღალატის თემა კი არ მეხება, ანუ ეგრე ადვილია რა, რომ პირდაპირ სტანდარტულად მივუდგეთ ყველა რეაქციას, არა. მე მეხება ის კულტურის გაგრძელება ჩვენი ხელჩართულობით, რომ ამაზე ვიცინით. კრიტიკა არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ უნდა ყოფილიყო სიჩუ. იმიტომ რომ როდესაც მე წახალისებას ვახდენ მამაკაცთან, რომ ჩვეულებრივი მომენტია, რომ მამაკაც ყავდეს უამრავი პარტნიორი და გამოცდილებაში იყოს უამრავი ქალი და ეს ითვლება მის ძლიერ მხარედ და ქალთან არის დამაკნინებელი და შეიძლება, ვიცი რამდენ კაცს უყვარს უამრავი ქალი,
რომელსაც ყოლია პარტნიორი და იმ კულტურიდან გამომდინარე მიაწებეს იარლიყი რომ არ არის პატიოსანი და სექსი არ აქვს თავის მეუღლესთან, მაგრამ გონებით არის ამ ქალთან, რომელთანაც ვერ მიდის, ვერ იმკვიდრებს თავს და არჩევანს ვერ აკეთებს და რჩება სხეულებრივად ხანდახან არც რჩებიან მეუღლესთან იმ ოჯახში, მაგრამ გონებით არის იმ ქალთან და ისე მიდიან ადამიანები ამ ქვეყნიდან, რომ ვერ ცხოვრობენ სიყვარულში, იმიტომ რომ არჩევანის უფლება არ მისცეს ბავშვობაში. და მან ზუსტად როცა არჩევანის უფლებას არ ვაძლევთ ბავშვს და არ ვაყალიბებთ, რომ მას შეუძლია თქვას რა უნდა. ხშირად ყალიბდებიან განრიდების მქონე ნარცისული აშლილობის მქონე ფსიქოტიპებად. რაც ყველაზე მწვავეა და ეს როდის არის, რომ ან ძალიან დიდი ზრუნვა ამ შობლისგან და ვეუბნებით, რომ მე ვიცი უკეთესად შენთვის რა არის. ან პირიქით ემოციური საერთოდ არანაირი კავშირი არ არის და თვითონ სადღაც რო საჭირო იყოს ურთიერთობაში შედის манипуляციით და ნარცისული ქცევით. რა საინტერესოა. ეხლა აი ყველა შენი სიტყვა რაღაცნაირად რეზონირდა. ძალიან თან ისინი მქონდა სხეულსაც ვაკვირდები იმ დროს. სხეული როგორ რეაგირებს. აი მე მაგალითად ყავს 7 წლის შვილი. ბიჭი. რომელიც კულტურით იმის მიხედვით რომ ფსიქოლოგი ყავს დედა და სულ ფსიქოლოგი არ ყოფილიყავი, მეც ისე აღზრდა ჩემთან ისე იყო, რომ მე სულ მქონდა საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება. ეს დედა ჩემის ბავშვობიდან. მე მქონდა, ოღონდ ეს არ უნდა გადასულიყო სითავ ხედაში, მაგრამ მე მეკითხებოდნენ სახლში აზრს, რომ როგორ ფიქრობ. ეგ არის უდიდესი დედა ჩემი პრივილეგია სიტყვოდი. და მე თუ ცხოვრებაში თამამი ვიყავი სკოლაშიც, საკუთარი აზრის დაფიქსირებაშიც, ღონისძიებების მონაწილეობაზე, ანუ ძალიან თამამი ვიყავი რა, 17 წლიდან ინტენსიურად მუშაობდი. ეს ხო დედა ჩემის მთავარი, შეიძლება რაღაცებში მე ბწყერები მქონოდა ბავშვობაში დედაზე რაღაც, მაგრამ მადლობა დედა ჩემს მართლა იმისთვის, რომ მთელი თავის ცხოვრება ყოველთვის იყო ჩვენს სახლში, თან ჩვენ ორნი ცხოვრობდით, ფრაზა შენ როგორ ფიქრობ. ეს იყო ჩემთვის იდეალური, მაგრამ რაღაც მომენტში მე მივხვდი, რომ ცოტა შადრევნის მაღლა ავედი სისტემურად, რაც ნიშნავს ფსიქოლოგიაში, დედას გადავასწარი და დედა გავხდი დედა ჩემს და მე ჩამოვედი ის. ხო და იმაყავს 7 წლის შვილი, რომელიც სამწუხაროდ იმ შეხედავთ რომ ეს გარემო აქვს, უწევს მაინც თავის დამკვიდრება და პირველად იყო 3 წლის ბაღში როცა მივედით. მანამდე მივიდა ბაღში, მაგრამ ბაღში მივედით 3 წლის არის მახსოვს და რაღაცაზე იტირა შესვლის დროს. და მე ცხადია მისი ემოციური მდგომარეობა მაინტერესებდა და ვეკითხები ამ დროს დახრელი ვარ მასთან და ვეკითხები რომ რა მოხდა რო ახლა ტირი რა შემიძლია რამ დაგეხმარებოდნენ და ძალიან მარტივ რაღაცაზე ტიროდა რის მოგვარებად შეიძლებოდა და ამის მოგვარება დავიწყე რაზეც ტიროდა და ამ დროს მოდის აღმზრდელი და ჩემ შვილს ეუბნება ბიჭს რომ კაცი არ ხარ რა გატირებს. მაშინ მახსოვს რომ იქვე ჩემ შვილს ხელები მოვკიდე, რომ ყველაზე კარგად ბავშვი რეაგირებს და იმახსოვრებს შეხებაზეს და როდესაც ვუყურებთ თვალებში, ანუ ზემოდან თუ ბავშვს უყურებთ ვერ იმახსოვრებს, უნდა გაუჩაიკუზო. ხო. და იმახსოვს რომ პირველად რომ შევხედე თვალებში ვუთხარი რომ შენ გაგუფლება რომ იტირო. შენ შეგიძლია რომ იტირო, თქო? აი მახსოვს რომ ძალიან შევიკავეთ, რომ არ გავხდი და შევუშვი. და ამ ქალს მოვუბრუნდი და ერთი წუთით გავუთხარი და ცოტა ხისტად ვუთხარი მახსოვს რა, რომ კაცები ტირიან. კაცებს აქვთ უფლება რომ იტირონ, კაცებს აქვთ უფლება რომ დამარცხდნენ და ჩვენივე დადგენილი სტერეოტიპები არის რომ კაცი ხო ხარ ხო შეგიძლია რომ ძლიერი იყო. სქესს ვანიჭებთ უდიდეს რაღაცა მე იმ ხელ პასუხისმგებლობას ვკიდებთ მამაკაცებს რომ ამას ჩვენი მოლოდინებიდან გამომდინარე რომ ვერ უმკლავდებიან ჩვენ მე განცდა გვაქვს რომ ისინი არ არიან კარგი. ისედაც განსხვავდებით, იმდენი განმასხვავებელია ჩვენ ორ გენდერს შორის ძალიან ბევრი და ეხლა ამაზეც რაც მართლა განგვასხვავებს, იმაზე არ საუბრობენ და იმაზე არის ჭუბი რომ ერთნაირები ვართ და რაშიც მართლა ერთნაირები ვართ, იმას არ ვაღიარებთ და მე აი ეს ემოცია გათიშული კაცები. მაკედან მოდი. აი მაკედან მოდის ეს უამრავი პარტნიორი. და ყველა ემოცია გათიშული კაცის მიღმა დგას დისფუნქციური ოჯახი და დედა. ეხლა რომ დააკვირდეთ რა ხდება, რომ დაიბადა მამაკაცი. მამრობითი სქესი. დედამ გადაწყვიტა აღზრდა ქალია, ხო? რაღაც მომენტში მასთან ინტენსიურად. მიდის ბაღში, იქაც ხშირ შემთხვევაში ქალი ხდება.
ეუბნება როგორ უნდა მოიქცეს, რა არ შეიძლება არ შეუძლია რომ იტიროს, არ შეუძლია ადექი გაგივლის კაცი ხარ, მივიდა სკოლაში. იქაც ხალია ინტენსიურად შემოსული და ეუბნება რომ თუ არის სწავლის ეს ანუ ძირითადად კაცის არასტაბილური ემოციურად ხელმიუწვდელობის ქცევის მიღმა დგას ყველა ქალი და ეს არ არის მარტო დედა. და შემოდის მერე ქალი პარტნიორი, რომელიც ირეკლავს დედას და ამ ქალებს და გეუბნება რომ ეს ესე უნდა იყოს. მე რაღაც სულ რატომღაც ვჩანვარ სოციალურ ქსელში რომ ვარ რაღაც სულ ქალების მიმართ და კაცები არ მიყვარს ესე რა. კაცები არ მიყვარს გულისხმობ რომ ემოციურად არ მე ძალიან ბევრი ბიჭი მეგობარი მყავს. იმდენად ბევრი ბიჭი მეგობარი მყავს რომ რა ვიცი მართლა მათ პარტნიორებს გაუმართლათ იმაში რომ სულ ვეუბნები რომ შენ ისაუბრე რა გაწუხებს ეს არ არის დამაკნინებელი. და პირიქით მამაკაცები მართლა აი გულწრფელად ვამბობ რომ თუ სწორად მივუდგებით ჩვენს თავს ჯერ რა გვინდა ურთიერთობა არ ეს უნდა დაიმსხრეს მითი რომ კაცები არიან ტოქსიკურები და ქალები არ არიან ტოქსიკურები. არიან. თუ ქალი ორიენტირებული იქნება იმაზე და დაარქმევს ახალს რა უნდა ურთიერთობაში და საკუთარ თავს იმის 50%-ს მისცემს რაც მამაკაცისგან უნდა უკვე ეგ ბალანსი შემო. მე ზუსტად იმას ვეთხოვ პარტნიორისგან სინამდვილეში რასაც მე ჩემ თავს არ ვაძლევ. ხო, გასულ ეპიზოდში ვქონდა მაგაზე საუბარი. ანიმა ანიმუსი როგორ დავინახოთ ჩვენ თავში რომ არ ვიღებთ ჩვენი ფსიქიკის აი ამ ოპოზიტს, რაც აუცილებელია. და იცი ამ ბოლო დროს რა შევამჩნიე? მიჭირს ისეთ კაცთან ურთიერთობის დაწყება. ეს ურთიერთობა კიდე საქართველოში რაღაც ხვანაერად ესმით. ხოჩი, ურთიერთობა გაქვს, გონიათ რომ სექსია. კი. და პარტნიორი სიტყვა. მე პარტნიორი ან საყვარელთან ილინქება. პარტნიორი და ინტიმურობა კიდე გონიათ რომ აუცილებლად სექსია რა. ინტიმურობა არის ჩემი სარწმუნოება. იმიტომ რომ მე ინტიმურად აღვიქვ ამას და შეიძლება არ ვიყო მართლმადიდებელი და ამის გამო არ უნდა დამამუნათო. ხო, სამწუხაროდ რაღაც არეულია ეს ტერმინები და ურთიერთობას რო ვამბობ, ანუ გავიცანი ადამიანები ვესაუბრები და ურთიერთობა და დავაკვირდი რომ უბრალოდ შევამჩნია ამაზე დაკვირვებას არ ვაწარმოებდი რომ ბევრად მიადვილდება ისეთ კაცთან ურთიერთობის დაწყება, ვინც იყო ხანგრძლივ ურთიერთობაში. ვიდრე ისეთთან, ვისაც ცხოვრებაში ხანგრძლივი. აი, რამდენიმე წლიანი ურთიერთობა სასიყვარულო არ ქონია. ძალიან მიჭირს მასეთთან. თავად. ხო, მეც ეგეთი ვარ, რომ აი ხანგრძლივი ურთიერთობიდან მოვდივარ. ხო, და ხანგრძლივი ურთიერთობა შენთვის რასთან ასოცირდება? სწავლას, აი მეორე სქესის სწავლას. რომ ანუ მე არ ვიყო ეგოისტი. აი რა ვიცი, ჩემთვის ეს ძალიან ესეთი სენსიტიური თემაა რა. არ შემიძლია ეგოისტ ადამიანს აი ვერ ვეკონტაქტები. და ის ადამიანი თუ აი ხე შენ კარგად თქვი რომ არც ისე უნდა იყოს რომ შენი თავი დაივიწყო და არც ისე რომ მარტო იმაზე იყო ორიენტირებული, მაგას არ ვამბობ. მაგრამ შენ როცა გამოდიხარ ამ შენი რაღაც თავკერძული, ეგოცენტრული რაღაც გონებიდან და გადადიხარ სხვა ადამიანზეც და იმისი პოზიციიდან ცდილობ რომ შეხედო სამყაროს და შენ თავსაც ეს ხო შენს გეხმარება ძალიან. და აი ამას ვამჩნევ რომ ის კაცები, ვისაც ჰქონდათ მრავალწლიანი სასიყვარულო ურთიერთობა, ბევრად რაღაც ემპათიურებიც არიან, დაინტერესებულიც არიან შენ რა გიხარია, რა გწყინს, რა მოგწონს, რა არ მოგწონს. და რაღაცა ადვილად მიდის ურთიერთობა რა ასეთ ადამიანთან. თუ არის ურთიერთობაში დინამიკა, როცა იცი რომ ხანგრძლივი ურთიერთობიდან გამოვიდა, რომ ჯერ კიდევ გავლენა აქვს იმ ხანგრძლივი ურთიერთობის. მაგას თუ სხვათა შორის მაგაზე არ მიფიქრია. მოიცა დავფიქრდები. თუ ყოფილა რა პრაქტიკაში, რომ მაგას ვინ გაიგებს? აი ხა ეს როგორ უნდა გაიგოს მეორე ადამიანი? ის გავლენა გამოსულია თუ არა? როგორ საუბრობს მას? არა, ყოფილზე ხა ესე არ საუბრობ. არ ვეკითხები. შენ არ ეკითხები თორე, იცი რამდენი ქალი კითხულობს ყოფილზე სექსსაც კი ადარებენ. ესე ეკითხებიან როგორი სექსი ქონდა პარტნიორთან? რას ამბობ? რატო? ფარდობითობაა რომ მე მივხვდე რა სად ვარ კარგი და სად შეიძლება არ ვიყო. რეალურად როცა სამკუთხედი არის, შუაში ვისთანაც არის ურთიერთობა, ის არ არის მთავარ როლში. ის ორია. ანუ მე თუ მაქვს ჩემ პარტნიორთან ურთიერთობა მამაკაცთან და მამაკაცს ყავს ყოფილი ცოლი ან ყოფილი ხანგრძლივი პარტნიორი,
მე კი არ მაქვს შენ პარტნიორთან რეალურად ურთიერთობა თუ სამკუთხედი ხდება და სადღაც პრობლემა ეჩვენებს. მე და იმ ხალს გვაქვს ურთიერთობა. Relationship-ი გვაქვს. თუ ჩვენ ეგოებით ჩხუბობთ. ეგ ყველს თავარია. და აუ ხა ახალი სადარდებელი მომენტი. არა. იცი რა არის? ერთი ძალიან კარგი ფრაზა არის ჩემს ცხოვრების ყოველთვის საფიქრალი ხოლმე. ნებისმიერ ურთიერთობაში როგორც წარადგენთ საკუთარ თავს, ზუსტად იმ კავშირს იღებ. თუ შენ წარადგენს საკუთარ თავს, რომ ვიღაც შენზე მეტია, ან გაინტერესებს იქ აქტი როგორ იყო რაღაც, აუცილებლად სუდანაკლისში იქნება. მე მქონია ოღონდ საკუთარ თავზეც გამოცდილება, კი არ ეფიქროთ, რომ ეხლა მე მქონია. მე არასდროს არ მქონია და მე პრობლემა ხო არა. არა. მე მქონია, რომ აი მაშინ რა ენერგიაზეც ვიყავ, მე გეუბნებით ეხლა 7-8 წლის უკან. ხო, აი ის ტოქსიკური ურთიერთობა რა. რა ენერგიაზეც ვიყავი, სინამდვილეში იმას ვირეკლავდი რა და ურთიერთობაში როცა ვიყავი, მე ვთვლიდი, რომ მე არ ვიყავი იმდენად საკუთარ თავთან თვითკმარი, რომ შიში იყო ჩანაცვლების. ყოველთვის. ეგ ბავშვობიდანაც მოდის. ბავშვობიდანაც კი არა, ბავშვობიდან მოდის. ამიტომ, როდესაც მე დავიწყე საინტერესო რაღაც მინდა რომ გაგიზიარო ეხლა ბოლო 3 დღის ქმედება, რაც ძალიან ცოტა მეგობარმა იცის ჩემმა. აი ეს ურთიერთობა რაც გავიარე რაღაცა წლების უკან, რომელზეც რაღაც მთელი საქართველოს საუბრობდა მე ჩემიდან გამომდინარე რომ მე ღია ვიყავი, მე არასდროს არ მქონია, იმის მიხედავთ რომ ფსიქოთერაპევტი ვარ, ერთი წამიც კი დავკარგე ეგ შეგრძნება, რომ დამენახა, წეგან თქვი ეგ ფრაზა. სხვა ურთიერთობაში დამენახავს ჩემი ქცევა. აქ არ დამენახავს არასდროს და მე იმას მოვითხოვდი ამ ურთიერთობაში სინამდვილეში, რასაც მე არ ვაძლევდი მას. 100% ეგ ვიცი, მეც ვიცი რა. და წარმოიდგინე, ჩემთან როგორი განათება ხდება, რომ ჯამში ითვლის ეს მთლიანად არსებობა ამ ადამიანის 13 წელს 0 სიყვარული მაქვს, გულწრფელად, 0 ბრაზი, 0 ზიზღი. ის ხა გეუბნებით ბოლო ალბათ 7 წლის ციკლს. მაგრამ არც ფიქრი არ მქონია. რომ ერთხელ მაინც იმის მხარეს გადავსულიყავი და დამენახა რა მაიძულა ეს ქცევა. და წარმოგიდგენიათ ხა ვატარებ უამრავ ვორქშოპებს, მყავს თერაპიაში ძალიან ბევრი ადამიანი, ვსწავლობ, ინტენსიურად არ ვჩერდები, რაღაც ანალიზში ვარ, კითხულობ, რაღაცებს ვაკეთებ. და დაუკარგე ყველაზე მთავარი, რომ ერთპიროვნულად უყურებდი ყველაფერს რა. და განათდა უცბად რაღაცა სისტემური განლაგების დინამიკას ვუყურებ და საკუთარი თავი დავინახე 13 წლიან ციკლში. ამ ადამიანთან არ მაქვს არანაირი კომუნიკაცია, არ ეფიქროთ, ან სურვილი, არასდროს არ მინდა, იმიტომ რომ ჩვენ გავიარეთ ეს. მაგრამ იმ ხელა ბოდიშის მოხდის სურვილი შემოვიდა ჩემში მოლოდინების გარეშე რა. ბოდიშებს ხანდახანდა ვერ მივიხდით მოლოდინებით, რომ იქიდან არა, აი უბრალოდ ამას სხეული ვერ დაიტევდა. იმ ხელა დანაშაულის შეგრძნება წამოვიდა და ბოდიში რომ წარმოიდგინე გამოვედი ამ კურსიდან და საცობით ამეთქვა რაღაც ძელი გზა დიდი დრო მომცეს სამყარო. ის ანუ სულ ტიროდი. ოღონდ არა იმაზე, რომ რა რთულია იმის მიხედავთ რომ რაღაცა სრდასრული ხარ პროფესია გაქვს ადამიანებს ეხმარები აღიარო საკუთარ თავთან რომ მიყავი ეგოცენტრული და აქ მოიხადო ბოდიში მოლოდინების გარეშე რომ უბრალოდ რაღაცა წნეხი გქონდა რომელსაც ატარებდი და გეგონა რომ ზურგი გტკიოდა თუ მხრები გტკიოდა და უცბად რაღაცას რომ ჩამოიხსნე საკუთარ ეგოს რომ პატარა დაპრესავ და მიხვდები რომ უბრალოდ შერჩები მარტო შენს აი ამ ქცევასთან აღიარების მე იმ ხელას არ დამოდის საერთოდ არ გაგანცდა რომ დამცირდი რომ ბოდიში მოიხადე არ გაქვს განცდა რომ რაღაცა არ ხარ სრულყოფილი პირიქით იმ ხელას სრულყოფილება შემოდის შენ თავთან და ზრდაა რომ სიმშვიდე მიღირდა იცი აი იმ შეგრძნებათ ხა წეგანს ხო თქვი ხელს ვინც აკვირდება ეს ყველაზე კარგად გრძნობს რა მიღირდა ეს 13 წლიანი აქეთა პოზიციიდან ყურება იმ შეგრძნებათ რაც განვიცადი ასე მგონია მე ვლაპარაკ ზოგადად რო იცოდე ბოდიშო გაწყობ შულ და სანი და ტყუპები ადრე იყო ერთი ზოდიაქო გაიყვნენ და ოპოზიცია გახდნენ ამიტომ მე ვარ შულ და სანი თათუკა ტყუპები მართლა მგონია რომ მე ვლაპარაკობ მიუხედავად იმისა რომ
ჩემი ურთიერთობა არ იყო ისეთი მტკივნეული, როგორც შენი. შენ ტოქსიკურ ურთიერთობაში იყავი, გამცირებდა ეს ადამიანი რაღაცა მოკლედ. მე ვაძლევდი საშუალებას. ხო, აი მანდაც რომ მოიკრიბე ეს ძალები და შეხვედი იმ ადამიანის მდგომარეობაში. ეს იმხელა სიმშვიდეა. მე მაგას რომ მივხვდი, უკვე დაშორებულები ვიყავით და მე ეს ჩემი ყოფილი შეყვარებული. ერთხელ ნუ რაღაც ჩვეულ როლში ვარ. პრეტენზიული რაღაც ისეთი. ეს ბიჭი მეუბნება რომ გეხოცებია ის სულ მე რო იძახი ერთხელ ჩემზეც იფიქრეო რა. მაშინ რა თქმა უნდა მეთქი ფრებს ისევ თავისას აწובה. ანუ მე მეგონა რომ ის მხოლოდ თავის თავზე ფიქრობდა და მე არ აქცევდა ყურადღებას. არ ითვალისწინებდა მე რა მინდა. ჩემზე არ ფიქრობდა და მოკლედ ასე შემდეგ და რო დავშორდით ამ წლების განმავლობაში აი რამდენჯერმე ეს მისი ხმა ჩამესმოდა ხოლმე რომ აი მე და აი ეს მეზე მე ერთხელაც ნუ გამინათდა რა რომ მართლა ჩემ თავზე ვფიქრობდი მხოლოდ და მე მგონია რომ ყველა ვისაც ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა აქვს გამოვლილი ეს აქვს ნასწავლი და ამიტომ მიადვილდება ესეთ ადამიანთან ურთიერთობა ახლა ვარ ურთიერთობაში პირველად, როცა არ არის ძალიან დიდი ეიფორია. არის სტაბილურობა, შეიძლება ვიღაცის მოსაწყენი იყოს, არის ეკოლოგიური. იმდენად ეკოლოგიური რომ წარმოგიდგენია, მე ახლა რა ურთიერთობაში ვიმყოფები ამ ადამიანს, პირველი რომ გამოვიდა ამ ადამიანს დაურეკე და ვუთხარი ტირელით, რომ რაც უდად ვიქცეოდი იმ ურთიერთობაში თქო და იქიდან იყო ყველაზე ჯანსაღი უკავშირი და მითხრა რომ ამაზე მაგარი რა არის, როცა მიხვდი. და ამაზე მაგარი რა არის, როცა შენ შეგიძლია ამ ადამიანს ბოდიში მოუხადო. დართულია ქართულ რეალობაში აქტიურად ურთიერთობაში როცა ხარ, ესაუბრო შენს ქცევაზე ყოფილთან და უთხრა რომ მე ამას ახლა უნდა მოვუხადო ბოდიში. უნდა ვეკონტაქტო. და მე რო კითხულობს, რომ დაგიბრუნა უკავშირი როგორ გწნობ თავს, როგორ ხარ. ბოლო ჩემი ურთიერთობა რომელიც იყო და დავასრულე მე თვითონ იქ იყო ძალიან დიდი ეიფორია, ძალიან დიდი სიყვარული და ძალიან დიდი კონფლიქტი. არაეკოლოგიურობა და ერთი წამი არ ვთვლი ამ გადმოსახედიდან, რომ მარტო მასში იყო პრობლემა ან ჩემში, ძალიან 50-50-ზე იყო. და ეს ურთიერთობა მაშინ დავასრულე ჩემი ინიციატივით, როცა თითქოს არ იყო არაფერი ცუდად. რატო დაასრულე? მის დეპრესიულ მომენტს დაემთხვა რა, აი ჩემი სურვილები რომ მე და არასდროს ვერ ვფიქრობდი რა. ამ გადმოსახედიდანაც ვამბობ, რომ დაკარგული ვყავდი როგორც პარტნიორი და დახმარებასაც არ იღებდა, რომ კარგად გამხდარიყო, არ უნდოდა. გამიჭირდა, უზომოდ გამიჭირდა ამ ადამიანის დაკარგვა. მიწასთან გავსწორდი ემოციურად. ჩემი არჩევანით, არა, ერთია რომ ვიღაც გტოვებს მიდის და მეორეა შენ რომ მიდიხარ ურთიერთობიდან. მაგრამ მე ვთვლი რომ ამ ადამიანისთვის ვიყავი ადამიანი რომელსაც ასწავლა ბრაზი. ვერ ბრაზდებოდა ხოლმე და ვასწავლე როგორ უნდა გაბრაზებულიყო. ვასწავლე ბევრი რამ ურთიერთობაში და მასწავლა ძალიან ბევრი რამ. მე თამამად ვიტყვი აი ამ გადმოსახედიდან 36 წლის ვარ და ახლანდელ ურთიერთობას მადლობა, სადაც ვარ, მაგრამ ამის წინა ურთიერთობა რომელიც იყო, ჩემთვის იყო, აი 2 და 5-ზე რომ უსმენ voice, ეგრე აჩქარა ჩემი განვითარება რა. არ იყო დიდხნიანი ურთიერთობა, ნახევარი წელი ვიყავით ერთად. თუმცა რომ არა ეს ურთიერთობა, რომ არა ეს მიწასთან გასწორება, ჩემი ბნელი მხარეების დანახვა. მე ძალიან ბევრი რამ დავინახე საკუთარ ქცევაში, მე დღეს არ ვიქნებოდი ამ ეკოლოგიურ ურთიერთობაში. და აი იცი რა მხილამადლობა ჩემს ამ გამოცდილებას და ამ ურთიერთობას, რომ მართლა გეუბნები საკო, მიწასთან გავსწორდი. ოღონდ ვერავინ ვერ მატყობდა, რომ აღარ მინდოდა ეს oversharing-ი. აი სხეული მტკიო და ისე მენატრებოდა, ისე მინდოდა შერიგება, მაგრამ ვერ უბრუნდებოდით ერთმანეთთან, იმიტომ რომ ეს გაკვეთილი უნდა გვესწავლა რა. რომ ის ითხოვდა ემოციურ თანადგომას ჩემსთან, თან არ უნდოდა
და მე მჭირდებოდა ადამიანი, ვინც დამინახავდა ურთიერთობაში, ვინც ჩემს საქმეს დაინახავდა და რა პატერნია ეს დედის. ბავშვობაში მის სულ მინდოდა, რომ დედას პროფესიულად დავენახე, რაღაცებში დავენახე, მამას დავენახე. მინდოდა ეს ძალიან. და ეს მოდელი გადავიტანა ამ ურთიერთობაში და არ მაძლევდა რა, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ მაკრინებდა, არავითარ 1% არ ყოფილა მისი ქცევა რაღაცა გამიზნული, ბოროტული ან რაღაც. არა. უბრალოდ იმ დროს შევხვდით ერთმანეთს, როცა ორივეს უნდა გვესწავლა ერთმანეთისგან როგორი არ უნდა იყოს ურთიერთობა და როგორი უნდა იყოს ურთიერთობა. და როგორი საოცარიც არ უნდა იყოს, ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის დარჩება მეხსიერებაში, ცუდ გამოცდილებადაც და კარგ დღესაც რომ მახსენდება ჩემი თავი, სხეულებრივად. ეხლა რა შეგრძნება გაქვს ხელს? სიხარული არის ეხლა, რომ ეს გავიარე, იმიტომ რომ ძალიან ცუდი იყო, ძალიან რთული იყო რა, ეგეთი ცხოვრების გაკვეთილი მართლა ისეთ კათარზისებს გავდიოდი ემოციურს ჩემს თერაპევტთანაც ფიზიკურად გამოხატულებაშიც, რომ ვერ ავხსნი. და რა არის, რომ ჩვენ ვერ ვამბობდით სინამდვილეში ლოიალობა იყო დიდი და ვერ ვამბობდით რა გვტკიოდა, რა გვაბრაზებდა და მე ბევრი რამ დავინახე, თან შური რო ახსენე. რაღაც მომენტში მე მქონდა განცდა, რომ ცხოვრებას მომპარა ამ ადამიანმა. ემოცია მომპარა, მქონდა და ვბრაზობდი და მე ცუდად გამოვხატე ეს რა. მაგრამ თავი რა არის, რომ ჯერჯერობით განვითარების მხრივ მე ვარ პირდაპირ და მე ვამბობ, რომ მე მეწყინა, მე შეცდომა დაუშვი, ეს გავაკეთე, ხო, მე ცუდად მოვიქეცი, მე იმას განრიდება გჯერებთ საკუთარ თავს, ჩემს, იმიტომ ისმენს, რომ პასუხი დამიბრუნოს. არ მისმენს, იმიტომ რომ გაანალიზოს და ესეც მისი პერიოდია რა, გასავლელი. მე გავიარე და სულ მეუბნებოდა, რომ ძალიან სწრაფი ხარო. ანუ რეალიზებაში იმდენად სწრაფი ვიყავი ანალიზშიც, რომ თავისთვის ჩუმად რო იჯდა, მეუბნებოდა, რომ შენ ხა ეს გჭირს, ხა ეს მოგიო, მე ეს. და მეუბნებოდა, რომ თათუ გამაცადე. ხო, მაცადე, რომ მე თვითონ გავიარო. და ხო, ძალიან დიდი დოზით მივედი ახლოს რა, ისე რომ მე შორს აღმოჩნდი და ხალხო მოსულა შეცდომები, თერაპევტებიც უშოთ შეცდომებს, ვართ რაღაც ურთიერთობაში საკუთარ ქცევას ვხედავთ და ეხა ეს ურთიერთობა როგორ იყო, იცი, რომ მე შემეძლო რომ არ დამენახა საკუთარი ქცევა და ქცევის მოდელი და ამ პარტავნებაში გადავსულიყავი და მე თქვა რომ მე შეცდომებს არ ვშვებ და მე შემეძლო რომ აქ დამენახა ჩემი ქცევა, მე მეღიარებინა თქვენთანაც და მე თქვა რომ მე რა რო თერაპევტი ვარ, რაღაც მომენტში დავკარგე. მაგრამ ეს იმხელა გამოცდილება იყო, რა უნდა მესწავლა. რა სად უნდა ჩამეპარებინა კიდევ და მესწავლა, რომ ამხელა მექანიზმი მქონოდა. ამ ადამიანს იმხელა მადლობა ყველაფრისთვის, რომ არ მცირდები რა, მაგრამ მეშინია. მეშინია ამ ადამიანთან ახლოს მისვლის რა, რაღაც მომენტში შეიძლება გადავიკვეთოთ, იყო მცდელობა, მაგრამ ჯერ არ ვარ ემოციურად მზად. რატო? ხო, არ ვარ მზად იმისთვის, რომ ჯერ კიდევ მახსენდება ჩემი თავი, იმ კათარზის სულ პერიოდში, ცუდად ყოფნის პერიოდში და ჯერ არ არის ბოლომდე გასული ჩემი თავის ეს ტკივილები, რომ შევისხლხორცო. და მე უნდა მოვიტყუო მაშინ, რომ ყველაფერი ოკეია, თუ რა შევიდე ამ ისე კომუნიკაციაში თუ სადმე გადავიკვეთო შევხვდე. არა, მე ვთქვი. ყველაზე ჯანსაღი რა არის, რომ მე ვთქვა, რომ მე არ ვარ მზად, მე არ გეკაიდიბო და არ გითხრა, რომ იცი რა ყველაფერი კარგად არის. ანუ რაღაც ახალია მაინც შედარებით რა. ახალი არ არის, მაგრამ ინტენსიურად მაინც პერიოდულად გამოდის კომუნიკაციაზე, ან მე გავდივარ, ან რაღაცა გვიწევს რა, რაღაც საერთო გვაქვს, სადაც გვიწევს გადაკვეთა. და ყოველი შეხვედრა იყო, რომ გავიარეთ. კაი რა, ორივესგან, რომ კაი ხო, იმიტომ რომ ემოციურად ძალიან ადამიანურად ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. და იყო რომ ხო, გავიარეთ. მაგრამ მე ვერ გავიარე. და შეიძლება იმანაც ვერ გაიარა, მაგრამ მე ვამბობ, რომ ვერ გავიარე. მე არ მინდა ეგეთი, მე არ მინდა მეგობრობა. მე არ ვთვლი რომ ყოფილთან უნდა ვიმეგობრო. მე ახლანდელ ურთიერთობაში რო ვარ, მე არ შევუქმნი ახლანდელ ურთიერთობას საფრთხეს, რომ იმან 1% მაინც დისკომფორტი იქნას, რომ მე აქ მეგობრო. ყოფილებთან მეგობრობა ნიშნავს, რომ სადღაც კიდე რაღაც არის დარჩენილი. და ეს აზიანებს თუ ხარ ურთიერთობაში იმ ადამიანს და მე ვერ მოვექცევი ადამიანს ისე, როგორც არ მინდა რომ მე მოვექცევი.
ვიცი რომ მე მასე არ ვფიქრობ. არ მაქვს მეგობრობა ჩემს ყოფილთან. ან მეგობრობას რას გულისხმობ, ეგ კარგ დამოკიდებულებას, ეგ არის აი ფანტასტიკური, რომ შენ შეგიძლია ყოფილთან მოიკითხო, მაგრამ ინტენსიურს გულისხმობ. დილას გავიღვიძე რა შვები. არა, როგორ ინტენსიური როცა არის? არა, ეგეთი. ქალთან როგორიც გექნება. ხო, ჩემ ახლანდელ პარტნიორთან როგორიც გაქვს, ისეთი არ უნდა კონდეს ყოფილთან რა, თორე უბრალოდ აი რაღაც მე მაგალითად პირადად ხო, აი ეს ცივილური ზუსტად და ჩემი პირადად დანაკლისი რაც იყო ეს არის, რომ მამაკაცის არსებობა ჩემ ცხოვრებაში. და აი ხანდახან არის, რომ მე თან ძალიან ისეთი ვარ, დამოუკიდებლად ვიზრდებოდი მამაჩემის დამსახურებით, მადლობა მამაჩემს, ძალიან დამოუკიდებლად გვზრდიდა რა, ჩვენ სამი ვართ, სამი და მიუხედავად ამისა, მაინც მქონდა ის რაღაც დანაკლისი, რომ აი მამაკაცის რაღაც ენერგია, მისი აზრი, მისი ტვინი, მისი რაღაც რა გჭირდება რა და აი სიამოვნებით დაურეკავდი და რაღაცაზე ვკითხავდი ეს არის აი ძალიან ცივილური დიდი სიამოვნებით. ეს არის ყველაზე ჯანსაღი, რასაც ვისურვებდი, რომ ყველა ადამიანს კონდეს თავის ყოფილთან და ეს არის ძალიან საზღვრების დაცვით ეკოლოგიური ურთიერთობა, იმიტომ რომ ყველაზე ხშირად შენი ყველაზე საყვარელი ადამიანი სამწუხაროდ ხვდით ხოლმე ჩვენს მტერს, რაც ყველაზე არასწორია. ხო. არა, ადამიანსაც გააჩნია ხა თათუკა ზოგი არის მართლა ისეთი მოძალადე და მოძალადესთან თუ გადავწყვიტე რომ აღარ მინდა და დავასრულე ეს ციკლი სხვა არ, მაგრამ ადამიანთან რომელთანაც უბრალოდ რაღაცა ჩვენი ინტერესები გაიყო, სხვანაირად ისიც ძალიან კარგი ადამიანია, შენც კარგი ხარ. და ბრალეულობიდან გამომდივართ, აქ ცივილური ურთიერთობა და მე მოკითხვა პერიოდული თუნდაც სადმე შევხვდები, კარგი ეს წაშლები და რაღაცები არ შემიძლია არ მაგრამ მე ვგულისხმობ რას რომ როდესაც აწყოში ხარ რაღაც ურთიერთობაში და პარალელურად ხვდები რომ აქეთ შეიძლება დინამიკა ინტენსიური იყოს პირველი რაც უნდა გააკეთო საკუთარ თავს უნდა კითხო რას ემსახურება რას მაძლევს ეს ადამიანი ამ ურთიერთობაში ისეც რასაც ვერ ვწყვეტ და რომ დავასრულო რა დამაკლდება ეს არის ორი კითხვა რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და როდესაც შენ პასუხს გაიგებ რა დამაკლდება, ან აქეთ გაკლია ურთიერთობაში. სადაც ხარ, ან საკუთარ თავთან, ან აქ ჯერ კიდევ რაღაცა დუხდუხებს, ხო, დუხს. ამიტომ ინტენსიური, ზუსტად იგივე არა, ეხლა ჩვენც რო ვართ ურთიერთობაში, მაგრამ ის თავის ყოფილთან ინტენსიურად არის, სადღაც რაღაცა დანაკლისი ან ამ ურთიერთობაში აქვს, ან იქ დარჩა რაღაც. და დაუმთავრებელი, მაგრამ უბრალოდ ყოფილთან კარგად დასრულებული ურთიერთობა, როცა შეგიძლია კარგად იყო მშვიდად, ძალიან ცივილურია და ძალიან მე სულ მეკითხებიან ხოლმე, რომ აი მაინც რატო დაშორდით? ნუ აი ვერ ვეუბნები კონკრეტულ მიზეზს, იმიტომ რომ მართლა არ არსებობდა რაღაც. ხო, ნუ ვეღარ გაგრძელდებოდა ჩვენი გზა ერთად. აი ვეღარ. მე სულ ვამბობ, რომ არაჩვეულებრივი ადამიანია, მართლა ძალიან კარგია, ყველანაირად. უბრალოდ აი არ ვიცი შეიძლება მე ვიყავი არასწორ პერიოდში ჩემი ცხოვრების ან შეიძლება ის იყო მე შემიძლია ჩემზე ვილაპარაკო ხო გეუბნები ჩემი თავის იქით არაფერი არ მაინტერესებდა აი არავინ და არაფერი პირველ რიგში ეს ადამიანი და მგონია რომ მაინც ჩემი სხვა პერიოდი იყო მე რო სხვანაირი ყოფილიყავი რაღაც უფრო განვითარებული უფრო გაზრდილი და ასე შემდეგ შეიძლება იმ ურთიერთობაში არ შევსულიყავი აი არ ვიცი ჩემი აზრი არის თუ არის ის რომ უნდა შესულიყავი ამ ურთიერთობაში, იმიტომ რომ ამ ურთიერთობამ გასწავლა რა არის ის რომ არ ვუყურო ხოლმე ჩემ პოზიციიდან. ზუსტად. და რასაც ვითხოვთ ხოლმე პარტნიორისგან. აუცილებლად იმის დანაკლისი გვაქვს საკუთარ თავთან. აი როგორი პარტნიორიც მოგწონს. აი ყველას გვაქვს მე მომწონს მაგალითად უფრო მომწონდა ეხა ვერ გეტყვი მაგრამ მომწონდა აქტიური ადამიანი რაღაცა ჰობი რო ქონდა. აი სპორტული აქტივობა, რაღაცა ხელოვნებას, სადღაც რაღაცაში უნდა ყოფილიყო აქტიური. და რატომ მე თამაში გავაჩერე 8 წლის ასაკში. ნაადრევად გავიზარდა რა რაღაც გარემოებიდან გამომდინარე, მე 8 წელს მერე აღარ მითამაშია. და არ მქონია ეს რაც საჭიროა ბავშვის განვითარებისთვის რაღაც აქტივობა, ველოსიპედის ტარება, რომ ცოტა როლიკები, რომ რაღაც ნებისმიერი რამ რა რაღაც მართვა რაღაცეების ავტომობილია მოპედია რა ცილად მომწონდა ეგეთი პარტნიორები რომლებიც აი ამაში იყვნენ აქტიურები და მე რომ მივხვდე რომ გავიაცე რომ მკითხე ჩემთავს რომ რატო მომწონს ეს პარტნიორი თამე საპიოსექსუალი ვარ პლუს რა დამატებული რომ თუ ინტელექტუალური კავშირი მაქვს ძალიან დიდი ვсё
ბორჩა დამთავრდა შეყვარებული ვარ ჩათოლე თუ ინტელექტუალურია კავშირი მაქვს და სხვანაირად ვარ всё ანუ მან ვიზუალურად როგორია კარგავდა დავიწყე მასაკში 34 წელს ვიყავი რომ ველოსიპედს ტარება ვისწავლა დავიწყე ყველაფერი რაც მე ძალიან მაკლდა ჩემი შინაგანი ბავშვის გამოკვება და აი ხა ამ ურთიერთობაში მართლა სადაც ვარ პირველად არას ურთიერთობაში სადაც აი ჰობი არა აქვს კაცს არა ჰობზე არ არის არაფერს არ ვითხოვ მისგან რა ეგ არის идеალური აი ზუსტად რა კარგად დაასრულე იმიტომ რომ მე მომწერეს ამას რომ როგორ მოვიზიდოთ ეგეთი ადამიანია იმიტომ რომ ძალიან ყურადღებიანია გივერია რაღაც ურთიერთობაში რა ის საჩუქრები ყვავილე ხო გამცემია საჩუქრები ყვავილები დღე აი მაგალითად 16 რიცხვი არის რაღაცა ჩვენი დაცნობის ხო რაღაც ისეთი რა მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენთვის და მე არ მახსენდება ჯერჯერობით არც ერთი 16 თვის როცა რაღაცა გამოხატულება არ იყო მისგან ან წერილი არ იყო ან ყვავილი არ იყო ან რაღაც არ იყო სადაც არ უნდა ვიყო ხო და მე რომ მკითხეს ეს რომ როგორ მოვიზიდოთ ესეთი ადამიანი ურთიერთობაში რომ ძალიან ზრუნველია ყურადღებიანი ახსოვს ყველა დეტალი ახსოვს სადღაც რომ ვიყავით რა მომეწონა და მეორე დღეს მომდის საჩუქრად რომ ეს იმ დღეს ნახე ზედა და აჰა ეს შენ მოგიგზავნ ხო როდის წამოვიდა იცი როგორც კი მე დავიწყე განა იმას ფიქრი როგორი პარტნიორი მინდა როგორ მინდა რომ ვექცეოდე საკუთარ თავს არაფერზე უარს არ ვეუბნებოდი საკუთარ თავს ემოციურზეც, თანადგომაზეც და მატერიალურზეც. და ფულის ენერგია, საკუთარი თავის ენერგია რაც არის და შევსება აპრიორი იწვევს იმას, რომ იზიდავ ადიხარ მაღალ ვიბრაციას და იზიდავ ეგეთ პარტნიორს. მე ვერ გეტყვი ამ ურთიერთობაში სამუდამოდ შეიძლება დავრჩეთ ხო და არც მაგ მოლოდინი არაფრის აქ ვცხოვრობ. არაფერს არ გეკმავ რა, ესეც რომ რაღაცა სიცოცხლის ბოლომდე ერთად ვიქნებით. არ ვიცი რა იქნება, მაგრამ ზუსტად ისეთი პარტნიორი, ზუსტად ისეთი ვარ ურთიერთობაში და ისე ვგრძნობ თავს, როგორც საკუთარ თავს. ანუ შენ მოთხოვნები არ გაქვს ამ კაცთან. არანაირი. და როცა არ გაქვს მოთხოვნები, იღებ ყველაფერს. კი და მთავარი რა არის, რომ მაშინ გამოჩნდა, როცა ყველაზე ნაკლებად მინდოდა ურთიერთ. ნიდი აღარ ვიყავი, საჭიროება არ მქონდა ურთიერთობაში რა. მახსოვს ვორქშოპი ჩავატარე. ჩამოფრინდი ვორქშოპი მქონდა, ჩავატარე ვორქშოპი, ძალიან დაღლილი ვიყავი ემოციურად, 4 დღე ინტენსიური იყო და მარტო მოვდიოდი უკვე არ იყო თბილისში, ზღვაზე იყო და იქიდან მოვდიოდი მარტო. და აი ჩემ თავს ვკითხე, რომ სხეულში წამოვიდა შეგრძნება, რომ რა სავსე ვარ. რა კარგად ვარ. როგორ მშვიდად ცხოვრობ და რა კარგი ცხოვრება მაქვს და როგორი მადლიერი ვარ და დავწყე ტირილი ამას კლასში. მე მეტირება ხოლმე მაგ სიხარულისგან ხო აი ეს ეგ თუ დაკარგულია всё მან განვითარება შეწყვეტილია და როგორ ტირი იცი რომ მოძრაობის დროს მიყურებს ხალხი მაგა იმიტომ რომ ეს იყო აი არ ვიცი და მოხედა და თბილისში ჩამოვიდი გავიცე მაგ დღეს ხო, აი ეს ყველაფერი, ანუ მადლიერი ხარ შენი ცხოვრების იმ მომენტში როგორიც ხარ, აი ბედნიერი ხარ, გიხარია. ხო და აი მოთხოვნები არ არის რა, საერთოდ არ არის, იმიტომ რომ მე ისეთი გადატვირთული გრაფიკი მაქვს და მასაც რომ რაღაც მომენტში მივხვდარვა, რომ საღამოს 7 საათი ყოფილა და მოწერილი ქონია და მე გამიხსნა და საყვედური არ არის. მე არ მახსენდება ვორქშოპზე გასვლის წინ აი პოდკასტში ხარ რომ მოვდიოდი, გუშინ იყო რომ შენ ხო იცი რომ აი ტოპ ხარ. და მიდი. ხო, აი არ მახსენდება რა, არ მეჯიბრება. აი მივხვდი ამას რომ ეხა უცბად განაცდა რომ ხო რომ არ მეჯიბრება. თავისთვის არის და არ მეჯიბრება, ამაყობს სამით, ვინც ვარ მის გვერდით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ეგ ძალიან მაგარია. და მაგიტო ვარ მოდუნებული. შვიდად. ხო, ფილა ეგზაქტ სახლივით არის რა. კარგად ვარ კი. რა კაია. ხო, მაგრამ თავი რა არის რომ მაგოლო, მაგრამ აი თავიდან მქონდა ჩემთან კითხები, რო არ არის ეს აშიტირება, არ არის ეიფორია, არ არის პეპლები. ეს არის სიყვარული. და ზრდასრულობა არის ეგ. თუ არ არის პეპლები არის შენი ორგანიზმი გეუბნება რომ განგას შიფართ და ეგ არ არის ჯანსაღი. თქმა უნდა რომ სიხარული არის მისი ნახვის დროს თან ჩვენ დისტანციურად ვართ ურთიერთობაზე სამწუხაროდ.
არ ცხოვრობს ხო, თბილისში? საქართველოში არ ცხოვრობს და მოიცა, მაგით უნდა დაგეწყო ერთი წუთი. არა, გვაგვარეთ მაგ პრობლემას. ვერ წარმომიდგენია ხო დისტანციური ურთიერთობა. ეცი რა არის? ძალიან ხშირად დავფრინავ რა. ანუ აი, ყოველთავარი რა არის, რომ ესე უცბად ვიღვიძებ და მხდება ბილეთები და მეუბნება, რომ ამ რიცხვებში მოდიხარ. ეს ძალიან კარგი შეყვარებულობის პერიოდი ძალიან კარგია. ხო, რა ვიცი, რა პეპლები არ გაქვს ერთი. ხო, აი არის, არა, რას გულისხმობს რომელი პეპლები, რომ აი ფოთვას რო იწვევს. ძალიან ანუ შენ ნეგატიურ პეპლებს გულის, შავ პეპლებს. ხო, აი რაღაც სიხარულები არის, რომ ვიცი, რომ რაღაც აქედან აქამდე მუშაობთ, მე ვხვდებით ერთმანეთს, მე რაღაცას გეგმობ და არაფერს არ ვეკითხებ. სად მივდივართ? რა, იქ რა იქნება? ყველაფერს ეუბნები, ის თქმაც გინდა? რას ნიშნავს, აი რა იგულისხმება ყველაფერს? აი, თქვათ არის ხოლმე ხანდახან, როცა ქალები ბოლომდე ვერ იხსნებიან. აი, აქვთ რაღაც დარჩენილი, რაღაც სათქმელი, რასაც ვერ ეუბნებიან. მე ვფიქრობ, რომ ჩემი მთავარი პრობლემა ყოველთვის არის, რომ მე ყველაფერს ვამბობ. პირიქით, აქ არის რაღაცები, რასაც ხანდახან მინდა რომ ვთქვა და ვთვლი, რომ არაფერს არ ემსახურება ამის თქმა. არა. მე იმდენად გახსნილი ვარ ზოგადად ყველაფერში, რომ არაფერი არ არის. რა გუშინ მკითხე, რომ ძალიან ისეთი გულწრფელი საუბრები გვაქვს ხოლმე და ღია არა საუბარშიც. და მე მქონია მეთქი ეპიზოდები თქო, რომ მიფიქრე, რომ არ მიყვარხარ თქო. აი მქონია რა თავიდან რომ დავიწყოთ ურთი, მე დიდი ხანი არ ვეუბნებოდი მიყვარხარს. რატო? იმიტომ რომ ეს სიტყვა ჩემთვის არის პასუხისმგებლობა. ეიფორია, რაღაც აჟიტირება, რა კარგი ურთიერთობა, როგორი განებიურებული ვარ, რა კარგად ეს შეიძლება გახდეს რაღაცა აგონია და იფიქრო რომ გიყვარს და სიყვარული არის, როცა საკუთარ თავს ეკითხები, რომ როცა მე ყველაზე კარგად ვარ, როცა მე ტოპ ვარ, ჩემ საქმეში წარმატებული ვარ, როცა ფინანსურად კარგად ვარ, როცა მე მაშინ ვირჩევ. მე თუ კარგად ყოფნის დროს, ოღონდ მისგან გამომდინარე რომ კარგად ვარ არა. მე თუ ჩემ თავთან კარგად ყოფნის დროს მე ეს პარტნიორი მინდა, ესე იგი მე იქ სიყვარული არის. და თუ მე კრიზისების დროს მინდა და თავშესაფარია, როცა მარტო სულად გზნობ წარმატებ, იქ სიყვარული არ არის. დიდი ხანი მაკვირდებოდა ჩემთვის მიყვარდა თუ არა მახსოვს რომ ელოდებოდა იქიდან რომ გამოვფრინდებოდი რას ვიგრძნობდი რა ეს ინტენსიურად პირველად ვიყავით დიდხანს ერთად და არ ვუთხარი რომ მიყვარდა მაკვირდებოდა ჩემთვის რომ აი ეიფორია იყო თუ არა მახსოვს რომ აეროპორტში რომ მივედით და რომ მასილებ და ელოდებოდა რომ უნდა მეთქვა რომ მიყვარხარ თქო და წავედი სამოვედი მე რა ჩამოვედი გავაგრძელე ამ საქართველოში ყოფნა რაღაცა მუშაობა რაღაც არ უკითხავს იქ იყო რომ თუ მეუბნებოდა რომ აი კოცნი მიყვარხარ დილამშვიდობისა მიყვარხარ მე არ ვამბობდი ამ სიტყვას და დიდი ხანი მაკვირდებოდა ჩემ თავს და მე მის დაბადების დღეზე ვუთხარი რომ მიყვარხარ თქო ესეთი რაღაც ემოციური საჩუქარი გავუკეთე და ეს იყო პირველი მიყვარხარ როცა ვუთხარი და ძალიან დაიბნა ისე რომ მეგონა რომ არ ეს სიამოვნა იმიტომ რომ აი ძალიან დიდ ხანს მეწყინა იცი რაღაც მომენტში მივხვდი რომ იმიტომ რომ მე მქონა მოლოდინი რომ ეს იქნებოდა ფეივერი რომ გითხარი მიყვარხარ და რომ ვუთხარი რომ მიყვარხარ თქო ანუ აი ატროფია დაემართა ემოციის მე ერთ საათნახევარში მომწერა უდიდეს მესიჯი რომ ამ დღეს ძალიან დიდი ხანი ველოდებოდია ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვისა და მაპატიე რომ უჭერს ემოციის გამოხატვა რაღაც მომენტში რა ამაზე და ხო მეც დიდად არ ვაიძულებ ხოლმე რომ დროზე დაარქვას წინა ურთიერთობიდან გამომდინარე გამოცდილებ ხო ეს ყოველი ახალი გასწავლა ხო ეს არ ნიშნავს რომ ხა ულიმიტით უნდა შევიდეთ გამოვიდეთ ურთიერთობებში მაგრამ რაღაც ჩემი ეს პირადი ორნი ვართ და თუ მინდა ვიქნები თუ მინდა არ ვიქნები რა და აი ამ ურთიერთობაში გაქვს ის აი რომ ვთქვათ რომ წინა ეს იმდენად არ გავს რომ მეგონა რომ არ მიყვარდა რა რაღაც მომენტში იმიტომ რომ აქ არის ყველაფერი იმის საწინააღმდეგო, რაც იქ მჭირდებოდა. და აქ აღარ მჭირდება და დისკომფორტს მიქმნის და შფოთვას. იმიტომ რომ მე ხომ მქონდა არჩევანი რომ ამის წინა ურთიერთობა რაც იყო, რომელიც ჩემთვის დიდი გაკვეთილი იყო, მე რო ძალიან მომენდომებინა, ეს ურთიერთობა იქნებოდა. არ ვიცი როდეს დასრულდებოდა, მაგრამ სიყვარული იყო, ორივეს მხრიდან იყო. მე ვფიქრობ, რომ ორმხრივი იყო, ხო? დარწმუნებული ვარ. მე ვერ დავაბრალებ ჩემ ამ ადამიანს რომ არ ვუყვარდი. მე ძალიან ვუყვარდი ამ ადამიანს. და ძალიან ბევრჯერ ემოციურად ჩემს გვერდით იყო. ძალიან. უბრალოდ რო არა ის ურთიერთობა,
მე დღეს აქ არ ვიქნებოდი რა და აი ესე უნდა შევხედოთ, იმიტომ რომ ხშირად ჩვენ ურთიერთობაში როცა გგონია რომ ყოფილი გვენატრება, ან აი ეს ინტენსიური დიდი დრო არის თან გასული. ჩვენი თავი გვენატრება ამ ურთიერთობაში სინამდვილეში და არა ის რომ რო დაგაბრუნოთ ურთიერთობაში, თუ არაფერს არ თვლით საკუთარ თავში არ შეიძლება ურთიერთობა და ეს ორმხრივი უნდა იყოს. ერთმა შეცვალა და მეორემ არა. როცა ეს სინქრონში ხდება ურთიერთობები, მაშინ უკვე გადარჩენილია. მე მგონი კარგი დასასრული მე იყო. რა კარგია რომ არ დაგეგმა სექსსაც ვილაპარაკეთ, ფსიქოლოგიაზეც ვილაპარაკეთ, ტრავმაზეც და ყველაფერს. ხო, აი, როგორი ესეთი ორგანული და ორგანული. ძალიან ბუნებრივი იყო, ესეთი დაუგეგმავი. კი. ძალიან დიდი მადლობა პირიქით, ძალიან დიდი მადლობა და ვუსურებ პოდკასტს ბევრ სპონსორს, ბევრ გამომწერს, იმიტომ რომ ძალიან კარგია, ეხმარება ადამიანებს, ესე თქვენი წვლილიც ძალიან დიდია, რომ იწვევთ ადამიანებს, ვისაც შეიძლება გქონდეს პატარა მექანიზმები, როგორ დაეხმაროს სხვა საკუთარი გამოცდილებით და ხო, აუცილებლად საკოს უნდა დაუჭიროთ მხარი ამ კარგ წამოწყებაში. ძალიან დიდი მადლობა. თუ თქვენთვის საინტერესო იყო ეს ეპიზოდი, გთხოვთ რომ მოიწონოთ ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი არხი და რაც თავარია გაგვიზიაროთ კომენტარებში თქვენი აზრი და თქვენი შთაბეჭდილება. მე ორ შაბათამდე გემშვიდობებით.